ყურადღებით, სულ რამდენიმე დღე დარჩა. 31 აგვისტოს ჩათვლით. სოკარში მასშტაბური გათამაშება მიმდინარეობს და შენ შეგიძლია მოიგო მთავარი პრიზებიდან ერთ-ერთი. ახალაშენებული ბინა 92 კვადრატული საბურთალოზე, ახალი ელექტრომობილი და 3 ცალი ფულადი პრიზი 10,000 ლარის ოდენობით. გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. სოკარის აპლიკაციაში ენერჯი ბარათი უნდა გქონდეთ დამატებული. ყოველ 15 ლიტრ საწვავზე ან 15 კუბ გაზზე ენერჯი ბარათის დასკანერებით გათამაშების ერთ ბილეთს აგროვებ. ხოლო თუ ხარ სოკარ პრაიმის გამომწერი, ყოველ 15 ლიტრ საწვავზე ან 15 კუბ გაზზე იღებ გათამაშების 2 ბილეთს. გათამაშების ყველაზე საინტერესო ნაწილი კი გაზიარებაა. ბილეთის დაგროვებასთან ერთად ყოველ დღე 100 მომენტალური პრიზი გათამაშდება. შეგიძლია სხვას მისცე მოგების შანსი და მომენტალური პრიზი შენთვის უცნობ ადამიანს გაუზიარო. ამით კი შენ დამატებით გათამაშების 5 ბილეთს მიიღებ. საბოლოოდ 10 სექტემბერს ლაივ რეჟიმში გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომელიც ჩამოთვლილი პრიზებიდან მიიღებს ერთ-ერთს. გამარჯვება ზიარებით იწყება. მეხუთე ელემენტი დაგიბრუნდათ ტრადიციულად სამშაბათს. იმედი მაქვს, რომ მოახერხეთ დასვენება და ამ ზაფხულის ბოლო დღეებში უკვე გააქვთ დაგეგმილი, ისე მე თუ მკითხავ, შეიძლება რომ ახალი წელი ფაქტობრივად სექტემბრიდან იწყება ჩვენთვის, ვინც მუშაობს, რომ ჩამოვდივარ და ახალი შემართებით, ახალ გამოწვევებს უნდა შევეჭიდოთ. რაც თავისთავად არ არის რთული. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ ხოლმე, განსაკუთრებით, როდესაც გვინდა რომ ჯანსაღის ცხეული შევინარჩუნოთ, ვაპირებთ ჯიმში წასვლას, გვინდა რომ ლამაზი სხეული გქონდეს, ფორმე, მოკლედ, მთელი ამბებია ხოლმე. ხშირად ამ შემთხვევაში ბევრი იმედგაცრუებები გვაქვს, ხშირად რაღაცა ტყუილის მსხვერპლიც ხვდებით. ეს ყველაფერი არაუშავს, თავარია არ მოხდეს ისეთი რამე, რომ საერთოდ დაირღვეს ჩვენი ჯანმრთელობა და ზიანი მივაყენოთ. ესეთი დიდი შესავალი, ძალიან ოპტიმისტური თქო, ვერ ვიტყოდი, მაგრამ ესეთი დიდი შესავალი, იმიტომ გავაკეთე, რომ დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ნინო ჩერქეზიშვილი, რომელიც როგორც იცით არის პირადი მწვრთნელი და ნუტრიციონისტი, ჩერი. როგორც ასე ვიცნობთ ყველა და მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ, იმიტომ რომ რო გიყურებ სულ უამრავ, აი ბებიები რო სერიალს ელაპარაკებიან, მეც ასე გელაპარაკები ხოლმე, რომ ეს როგორ არის ნეტა, ეს როგორ არის და გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა. როგორ ხარ? მოწვევისთვის გადასარევად დიდი მადლობა. გადასარევად გამოიყურები. მადლობა. მოახერხე დასვენება? დასვენება რო გითხრა რომ მოახერხეთ თქვენ რაღაცნაირად მე მგონი მე დამავიწყდა უკვე როგორია დასვენება. დასვენება რას ნიშნავს? რას ნიშნავს და ვერ ვიტყვი რომ არ მქონდა თქო შანსი რომ არ დამესვენა, იყო დღეები როცა მქონდა, მაგრამ დავიწყებული მაქვს როგორ ხდება ეგ სამწუხაროდ, მაგრამ იცი, ბავშვი რო დასვენება იჭმევა, ბავშვი, ხო იცი, აი გიჟედები. ზუსტად ეგრე. აი ზუსტად ეგრე, რა არის დასვენება იჭმევა, რა ხო და მე მგონი ეხლა ამ ერაში ადამიანებს ეგ სასწაული გვაქვს იდეაში როგორ ხდება დასვენება. თუმცა აი ჩემთვის ისიც დასვენება, როცა რაღაცა იცვლება. აი რაღაცა ესპანეთიდან ჩამოვედი საქართველოს, მithmetes საქართველოს ძალიან მიყვარს და ანუ აქ უფრო ისე ვარ რა, თევზი წყალში და ასე შემდეგ. ხო და ანუ ეს ჩემთვის დასვენებაა, რა თქმა უნდა. უამრავი კითხვა მაქვს და ვეცდები რომ ჩემს კითხვებს კი არა, მაყურებლის კითხვებსაც გავცეთ პასუხი და რაღაცა თანხმედრაში იყოს ეს ყველაფერი. რატომ გახდა ყველა დღეს ფიტნეს ინსტრუქტორი? როდესაც ვსკროლავთ ყველა აი ესეთი პოსტი იწყება მხოლოდ მე ვარ საერთაშორისო სერტიფიცირებული და მხოლოდ მე გეტყვი. ერთი დღის განმავლობაში აი ესეთი მხოლოდ მე ვარ ის ვინც შენ და გაკლებინებს ხდება მუდმივად, რა ვიცი, მინიმუმ 10. რა ხდება მითხარი, რატო ხდება ყველა ფიტნეს ინსტრუქტორი? ფული შოება, მგონი ყველგან, რასაც კარგად აკეთებ. კი, მაგრამ ნუ ეს იდეაში იმას აკისთვის დავუშვათ, ახლა მე მაგალითად
თუნდაც რა ვიყოთ ნებისმიერი ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელიც არის აი 20-დან 30 წლამდე, ხო? რა თანხის გამომუშავება შეუძლია დავუშვათ მაგ სფეროში. სხვა დანარჩენი სფერო რო გაეკეთებინა ან ვიღაცაზე იმუშავა, საკმაოდ რაღაც ხანგრძლივად დაჭირდებოდა პერიოდი, რომ რაღაცა იმ ნიშნულამდე ასულიყო. კი ბატონო. და ავიდეს, ახლა მე მაგალითად ბანკიდან რო დავიწყე სალაროდან, საკმაოდ ბევრი ვიმუშავე, რომ რაღაცა ანუ 11 წლის თავზე დავტოვე და დაახლოებით 4000 ლარი მაშინ, ახლა 2013 წლის ამბავს გიყვები, მაგრამ როცა ბანკი დავტოვე მე რა მაგნიშნულამდე როცა შეუძლია ხა ესე გახდეს და თუმცა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროფესია, რომელსაც მხოლოდ მაგის გამო უყურებენ, მე ესეთი შეგრძნება მაქვს. რაც უფრო მეტი იქნება ესეთი პროფესია, მით უფრო მეტი ინტერესი უნდა ბადებდეს იდეაში და ჩვენ ყველას გვაწყობს, რა თქმა უნდა, ამ სფეროში მყოფ ადამიანს, მაგრამ საკმაოდ უპასუხისმგებლოდ იწყებენ რაღაცნაირად, ასე მგონია მე. ყოველ შემთხვევაში. თუმცა ყველაზე ვერ ვიტყვი ამას ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფიტნეს პერსონალური მწვრთნელი უკვე დებს ისწავლეს ხალხმა, რომ თავისი ტანის დაყენებით არ არის ეს ისეთი რაღაცა, რასაც ცხვის ტანს აიღებ, მერე ცხვის ტანს ჩაიბარებ. ანუ ეს არ არის საკმარისი. მარტო მე დავიყენე ტანი და ჩემი ჰორმონალური ბალანსი და ჩემი ნივთიერებათა ცვლა ვიცი როგორ მუშაობს დაახლოებით დავამუღამე, არ ნიშნავს იმას რომ მე შენი ვიცი. ანუ მე თუ ზოგადად ადამიანის ბიომექანიკა, კუნთური მასის, ანუ სახსრების მოძრაობა, კუნთების შემადგენლობა, ფუნქცია, ორგანოების, ანუ ენდოკრინული სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ყველა არ გვევალება ჩვენ როგორც ტრენერებს, მაგრამ ენდოკრინული სისტემის ნაწილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ძირფესვიანად და ზოგადად მთლიანად მეტაბოლური სისტემის ნაწილები უნდა ვიცოდეთ. ბევრი სისტემა, იქ რესპირატორული სისტემა უნდა ვიცოდეთ, გულსისხლავთა სისტემა უნდა ვიცოდეთ. ანუ აი ამ ყველანაირი სისტემის მუშაობა ჩვენ ბიოლოგიურ დონეზე და ანატომიის დონეზე უნდა ვიცოდეთ. და ეს რო არ ვიცი და მარტო ვიცი როგორ დავიკლოთ და როგორ ვივარჯიშოთ, ხო? ეს არასაკმარისია. იმისათვის რომ სულ შევინარჩუნო თავი ფორმაში, აი რაღაცა ყველა ჩვენი წონა გვაქვს, სადაც ვგრძნობ თავს კარგად, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება ნაკლები იყოს მეტი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივ რეჟიმში სულ უნდა ვიყოთ კალორიულ დეფიციტში და სულ უნდა ვიაროთ ჯიმში. აი ხა იმდენად აი ეს ყველა კალორიულ დეფიციტზე ლაპარაკობს, რომ აი მართლა ესე გონია, ეხლა როგორ შენ გიგონა, რომ აი კალორიულ დეფიციტში უნდა იყოს სულ. არ საერთოდ არ უნდა იყოს კალორიულ დეფიციტში, მე ვკითხავ. კალორიულ დეფიციტში მე საერთოდ არის საჭირო კალორიები გეთახმები. გეტყვი რატო? იმიტომ რომ მე მეტაბოლიზმს ერხევა, კაცო. 6 თვეში 3 თვეზე მეტი კალორიული დეფიციტი არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ნერვული სისტემა იღლება, მეტაბოლური პროცესები შეფერხებულია, ეკონომ რეჟიმში არის გადასული, ანუ სრულად ენერგიის დაგენერირება ვერ ხერხდება, იმიტომ რომ შენი შენარჩუნების კალორია რაც არის, ანუ აი შენარჩუნებაზე უნდა ამუშაო. სხეული ვარჯიში არის ის მუდმივობა, რაც უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ რეალობა შეგვეცვალა რა, ვზივართ. ჩვენ ადრე არ ვიჯექით, ხო? როგორც ადამიანი ადრე სულ ეხა უცხოურ გვერდებზე ალბათ ხშირად შეგხვედრიათ, აი 70-იანი, რაღაც 60-იანი, 50-იანი წლების ფოტოები პლაჟებზე, სადაც ყველა გამხდარია და სკაფანდრა ადამიანი არის. ანუ არ იყო იქ ჭარბიწონი. იმიტომ რეალობა იყო სხვანაირი. და ყველა მიწასა მუშაობდა. არ იყო ბევრი, ზუსტად. ანუ რადგან ჩვენი რეალობა შეიცვალა, შესაბამისად გახდა ფიზიკური აქტივობაც მუდმივი რეჟიმის ან მიენიჭა მას ასეთ მუდმივი რეჟიმის მნიშვნელობა რა. კი, მე ჩემ მაგალითზე ვიტყვი, ალბათ ესეთი მაგალითი ყველას ექნება. დავიწყე დაახლოებით დეკემბერში, სხვა შეს ახალი წლის წინ დავიწყე პერიოდი და ამას ვაპირებ მთელი ცხოვრება, უბრალოდ ეს თქვი რომ ეს 6 თვე ამისთვის გადავდებ. აი ინტენსიურად 6 თვე ვარჯიშობდი, კვირაში 3-ჯერ, კვებით ხელს უწყობ, ძილით ხელს უწყობ, მოვრჩი, გავფრინდი, სტრესული 2 პოდკასტი მქონდა და ძალიან მალე ისე დავსივდი, ისეთი შეშუპება დამეწყო, რომ საერთოდ არ დარბაზის დანახვა მინდოდა, არც აი ძალიან დავითრგუნე. მე ვერ მომნახე ერთჯერ თავიდან ერთ სული მქონდა რომ დავუბრუნდებოდი დარბაზს, მაგრამ ვერ მომნახე იმისი დრო რომ თქვათ მე ვარჯიშა რა. ესეთი იმედგაცრუებები ხშირად ქონიათ ადამიანებს. აი ასე დროს რა ვშვებით, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ჩავარდნა იყოს. ხო. და მე წეღანაც კამერებს მიხარ რომ ისევ მოიმატა ის 4 კილო. ხო, ისევ თითქმის 4 კილო არა, მაგრამ ისევ მოვიმატა. ყოველთვის ხო, რაღაცა დროს რომ სასწორზე დავდექი, ის რა შრომაც ჩავდე, თითქმის წყალში იყო ჩაყრილი 99. ხო, ნუ რა მნიშვნელობა, კი. ხო, აი წეღანაც ვისაუბრეთ ჩვენ და ეგეთ რაღაცები, ხო?
აი შენ მე მგონია რომ შენი აი ეს რეჟიმი იმდენად მდგრადი არისო რომ ერთმა პატარა რხევა მომოგაგდო ეგ შეგრძნებები აი ძალიან ჩვეულებრივი მომენტი არის მით უმეტეს ფრენა ეხ ფრენას ჩვენ ვეხუმრებით რომ აი ეს იგი ძალიან გვიყვარს მაგრამ ფრენა დნმ-ის დონეზე ჩადის ჩვენს მოლეკულურ ანუ სისტემაში და იმდენად დამანგრეველი არის მით უმეტეს თუ ხშირი ფრენა ან ძალიან ისე მოგვიწია აი ამ ხელა იმაზე ატმოსფერულ წნევაზე ასვლა ჩამოსვლა ეს არის პირველი შენი შეშუპების წყარო ანუ იქ ერთი ნაყინი შეჭამე თუ რა შეჭამე არანაირად არ აქვს მაგას მნიშვნელობა ფრენა არის პირველი შეშუპების წყარო ყოველთვის ეს მე მაგალითად ეხა მით უმეტეს რაც ახლა 40-ის მერე საერთოდ ფრენის მერე 2 დღე აი აგონიაში ვარ აზრზე მოვდივარ საერთოდ რა სადავოს მე თორე ისედაც ესე ვარ ფრენა და სხვათა შორის მგზავრობაც აი ხო წნევისულება თქვა თაში ასვლა ჩამოსვლა მე ჩემთვისაც რთული არის და ყოველთვის ფრენის შემდეგ ვიწყებ რაღაცად ირღვევა ჩემი მეტაბოლიზმი თუ რაღაცა და მერე ვიმატებ. ანუ ფრენა ეს შეიძლება რომ ეს გავლენას ახდენს და ძალიან დიდ გავლენას ახდენს მასე რა ქვია ხო გეუბნება დნმ-ის დონეზე ჩადის და ის კი არა ეხა უცხოურ პოდკასტებს რო უსმენ სპეციალურად ფრენის წინ და ფრენის შემდეგ რაღაცა სპეციალური პეპტიდები არის რომელსაც იღებენ რომ აი რაღაცა წინასწარი პრევენცია გააკეთონ ცირკადული რიტმის არ დარღვევის და ასე შემდეგ იმიტომ რომ მით უმეტეს საქართველოსთან ჩვენი ფრენები ხო ყოველთვის ძირითადად დილის საათებში არის ანუ შენი აი ეს რიტმი ცირკადული რიტმი რაც ძილღვიძილის იმასთან არის მიბმული ხო და აი ამ პროცესებთან მე ჩვენი სხეული ხო ამ პროცესებით ვარსებობ ჩვენ ხო იმდენად ირღვევა რომ მე რაღაცა ძალიან ისე გჭირდება რაღაცა პერიოდი რომ სხეული თავის ჩვეულ რიტმს და რუტინას დაუბრუნდეს შესაბამისად ეგ მომენტი იქნებოდა ესე მგონია ასევე ჩვენ გოგონებს განსაკუთრებით ხო ესე გადრამატულება გვიყვარს შეგრძნებების მიუხედავად რომ შეიძლება ვიზუალურად ან ზოგადად ესე გარედან ესეთი გაფუება და შეშუპება ესეთი არ ყოფილიყო რომ იქ რაღაცა გადაეკეტა იქ ზღუზარბები და რაღაცები ედი მერფი რომ ფერარიში იჭედება მართლა ეგეთი განცდა მქონდა ხო შეგრძნებების დონეზე ვადრამატულებთ ხოლმე და გამოვიდა რომ შენ აი ამ შეგრძნებას ისე აყევი რომ მოტივაცია დამეკარგა გარკვეული პერიოდი რაღაცნაირად ცოტა წყალში გადაყარე რა არ მგონია რომ წყალში გადაყარე არა წყალში გადაყარე ცოტა აი რას გულისხმობ იცი გადაყარე იმას გულისხმობ რომ არ მიუბრუნდი ხო არ მიუბრუნდი იმიტომ რომ ფიზიკურად არ მქონდა დრო რომ მიუბრუნებოდი რაღაცა პერიოდი მჭირდებოდა ანუ 6 თვე თუ გქონდა შენ დაკავებულ ადამიანს ეს იმას ნიშნავს რომ შენ პრიორიტეტში გქონდა შენ რომ შენთვის უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული ვაჭიში და შემდეგ რაღაცა იმ ერთი ფრენის მერე თუ აღარ გქონდა აი ამ ხო გეუბნები აი ამ შეგრძნებების აი ამ რაღაცა სტრეს და ძმენა დავკარგე რომ ის ორი გზა დაიჯერე რომ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტებიდან დააქვეითე და სადღაც ლისტში ქვემოთ ჩაიყვანე თორე დარწმუნებული ვარ იქ შემდეგშიც გამონახავდი დროს პრიორიტეტების ამბავია ყველაფერი რას დააპრიორიტეტებ შენ ახლა მე ხო თეორიულად ვიცი რომ იცი რა არის მე რომ ფიზიკურად უთმობ ჩემს დროს ჩემს ხელს დროს მენტალურადაც ძალიან დიდი დრო უნდა დაუთმო ეს თეორიულად გადასარევად ვიცი მაგრამ ვერ ვაპრიორიტეტებ რომ რაღაცა დავაყენო წინ და აი სულ ეს მეჩქარება რომ აი ამას მივხედო და ამას მისახედი მაგაშკარად უკვე გავრე გარეკის ფიქში ვარ ხო ეს არ მაშინებს რომ ეს რაღაცა მნიშვნელოვანი ესეთი რაღაცა ცვლილებები ჩავარდნა ამოვარდნები არის მეც სულ ვამბობ რომ ყველამ რაღაცნაირად ჩვენი ფიზიკური აქტივობა უნდა მოუძებნოთ რომელიც ჩვენ გვსიამოვნებს და სარბენი ბილიკი ზოგი თქვათ ის არის რა ქვია რა და იოგა კი არა და მე ფიტნეს ვარჯიში პილატესი და ანუ ზოგჯერ ზოგჯერ ცურვა ხო აი ყველაფერი იცვლება რა და რა იმ მომენტში რა გინდა თავი ქსიამოვნებდეს ნამდვილად აი ზუსტად იმ დროს იმ კითხვას რომ მიუბრუნდე აი ესეთ შემთხვევებში ადამიანები ხშირად კარგავენ და იმედგაცრუება არის ხო აი პირველი ხო იმედგაცრუება ძალიან დიდი სიტყვაა. აი იც როგორ ვერიდები მაგ სიტყვას ხოლმე მე ხანდახან აი ძალიან ბევრჯერ მოვწერით ამას წინათაც ერთმა გოგონა მომწერა რომ მე იმედგაცრუებული ვარ შენს ჩემ რაღაც შედეგი დავდა VO2 Max-ის და შენს ძალიან დიდი სიტყვა იმედგაცრუება. ამ სიტყვას რომ მივანიჭებ მე რაღაცას, всё უკვე რაღაცა ჩემს ტვინში ისეთი რაღაცა სასწაული ნეგატიური რაღაცა მოხდა, რომ მე ძალიან რთულად შეიძლება იმას შევურიგდი, ასე ვთქვათ. და ეს არის მიხურული კარი, მიხურული კონფლიქტი გაქვს იმ ჯიმთან. აი რა როგორ შეიძლება ჯერ პირველ რიგში ეგეთი სიტყვები არ დავარქვათ, არ გავებუტოთ ჩვენს წინანდელ რუტინას, რაც იდეაში ვიცოდეთ რომ სასარგებლო იყო და გავიხსენოთ, აი შენ რო რაღაც
რაღაცა დამჯდარიყავი და გაგეხსენებინა ყოველი ვარჯიშის შემდგომი შეგრძნება. აი როგორი იყო, როგორი სუბუქად იყავი, როგორ ენერგიაზე იყავი, როგორი ხასიათი არ არსებობს, რომ არ იგრძნო ხასიათის ცვლილება ვარჯიშის მერე. ხო არის რომ იმიტომ ამოვარდი, თქვათ, რეჟიმიდან, რომ უბრალოდ იმ მომენტში, თქვათ, რაღაცები უფრო დატვირთული იყო, დამემატა რაღაც სამუშაო, რა ვიცი, გავაჩინე ბავშვი, გადავცხოვრდი სხვაგან, ანუ რაღაცნაირად, რაღაცა გარკვეული დრო, აი 2-3 თვე საერთოდ შემეცვალა რეჟიმი და ვერ გადავეწყვე. და იმდენად აირია ყველაფერი, რომ აი მე იწყებ, რომ ანუ რას ნიშნავს, იმის უფლებაც არ მაქვს, რომ 2-3 თვე გავჩერდე? ამდენი ხანი რომ შრომობდი? მეც ხო ესპანეთში გადავედი, ხო? მე ერთადერთი პროცესა ვარჯიშის, მაგრამ მევასება და ვიცი, რომ აი ვარჯიში თუ კი რაიმე ესეთი სტრესული მაქვს ხოლმე გამომაქვს რა, ეგ არის ჩემი თერაპია. ერთადერთი ეგ არის აი შემიჩერებია და შემიწყვეტია, მაგრამ ყოფილა დღეები, რომ აი აბსოლუტური პანჩურით და ქეჩოთი მიმithრევია ჩემი თავი იმდენად აი ნერვები აღარ მყოფნი და ამ ყველაფერზე რა. თორე აბსოლუტურად აღარ მერღვა ყვება, აი გადასვლაზე. აბსოლუტურად დამერღვა ძილი, იმიტომ რომ უკომუნიკაციო დავრჩი იქ. მეგონა რომ ინგლისური გამომადგებოდა და საერთოდ არ გამომადგა, ესპანური თუ არ ვიცი, ვერ ელაპარაკები ვერავის და მე ესეთი მოლაპარაკე რა, პეპელა მიყვარს ლაპარაკი და ეს ჩემი კაცი მუნჯი არ მელაპარაკება, ან ვერ ველაპარაკობთ, იმიტომ რომ ის ესპანურენოვანია და მე ქართულენოვანია, იმან ინგლისური არ იცის და ანუ გამოვიდა რომ აი მარტო დავრჩი. ეს ონლაინ ლაპარაკი ჩემს არ მივსებს მე ამას. ანუ მე იმ თაობის ვარ, რომ ჩემთვის პირადი შეხება მჭირდება ადამიანის. სხვა იმასე არის, ხო? ანუ ადამიანის სახე მჭირდება წინ რომ იყურებდეს, რომ იმის თვალებს ჩავხედო და ემოცია წავიკითხო და აი ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად ისე დამარტყა, რომ ძილის კომპენსირება დავიწყო, რომელიც აი არ არსებობდა, მე რომ ძილზე მეღალატა. და მომყვება სხვათა შორის ის ცუდი ჩვევა ეხლაც და აი გადასვლამ აი ეს რაღაცა გამოიწვია. აი ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის ეს. მაგრამ ვიცი რომ როგორც კი დავლაგდები, ზუსტად იგივენაირად აი უკვე ყოველი ჩემი საქართველოში ჩამოსვლა არის იმის საწინარი ხოლმე რომ მე იქ ვალაგებ რაღაცეებს. ანუ უკვე წელიწადი და 4 თვე არის და აი რაღაცნაირად უკვე მოვედი აზრზე რა. თუ ძილი არ მოვაგვარეთ, რაც არ უნდა კალორიული დეფიციტი გქონდეს და რაც არ უნდა ბევრი ვივარჯიშოთ, ეს არ გვეხმარება წონის კლებაში? ხო, კლებაში. ძალიან გიჭირს თორე აკეთებ. გიჭირს, იმიტომ რომ უძილო ღამის მერე მეორე დღეს ისეთი craving-ი როგორ არის, მოთხოვნილება გაქვს ნახშირწყლების და მარტივი ნახშირწყლების, რომ აი ფაქტიურად უძლური ხარ და პლუს ამას PMS-ი თუ ემთხვევა, რომ ხო საერთოდ იმენა ნაჯაჯგუნები ხარ და სამზარეულოს გადაკეტო და ჩვეულებრივ ხო, ნათეთქვი ხარ შენი ორგანიზმის მიერ და twin-ის მიერ, იმიტომ რომ აი ძალიან რთულია რომ ებრძოლო მაგას. ვარჯიშის დაწყება და შეწყვეტა რამდენად არის კავშირში ამ ჰორმონალურთან, PMS-თან, აი ქალების ხშირად გამიგია და ეგეთი კითხვებიც ხშირად არის ხოლმე. კი, როგორც კი ვარჯიშს იწყებენ, პირველი ფიდბექი რაც გვაქვს არის ანუ მენსტრუაციის უმტკივნეულოდ გადაგორება. მართლა? ანუ ტკივილიანი მენსტრუაცია აქვთ ხოლმე, საგრძნობლად უმცირდებათ ან უკეთეს შემთხვევაში უქრებათ, ბევრ შემთხვევაში საერთოდ ქრება ტკივილი. PMS-იც ძალიან მარტივი აქვთ, ანუ კასტკულა რომ უნდებათ, მანამდე რომ უნდათ რაღაცა კეთილშობილი ხდება. ხო, აკეთილშობილებს მოკლედ ვარჯიში და ძალიან ხშირია ხოლმე ესეთი ფიდბექები რა. ეგეთი საკვები არსებობს, მაგალითად, აი მე შევჭამ ბევრ ბოსტნეულს, იმიტომ რომ მადამ აქვს, სულმშია და მოდი დღეს შევჭამ ბევრ ბოსტნეულს და არ მოვიმატებ. არის სწორი საქციელი? არა, ბევრ ბოსტნეულს შეჭამ და მე აი როგორც მითხარი შეშუპებული დილჟაბრივით გადაუფრე სამყაროს. იმიტომ რომ ბოსტნეული შეშუპებას იწვევს. ბოსტნეული შეიცავს როგორ არის dietary fiber-ი, დიეტური ბოჭკო, რომელიც არ გადამუშავდება. და რომელიც წარმოქმნის ბევრ გაზებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი კუჭის მოქმედებისთვის. ზუსტად ეხმარება რომ აი კუჭი გასვლა და პერისტალტიკა კარგად წარიმართოს ჩვენ სხეულში, მაგრამ ბევრი ბოსტნეული მერე უკვე იწვევს აი ამ შებერილობას და გაზებს, იმიტომ რომ ვერ ხერხდება მისი ესე სრულად გადამუშავება და გაზების გამოყოფა მერე ძალიან ისეთი არის. პლუს ამას თუ ჩვენ საუბრობთ რომ წონის შენარჩუნება გვინდა ან გახტომა გვინდა, მან ცილა თამაშობს უდიდეს როლს და ბოსტნეული ცილა არ არის. ხო, ანუ ცილა ყველა ჭამაზე? აბსოლუტურად ყველა ულუფაზე უნდა იდოს ცილა. აბსოლუტურად. ხორცს არ ჭამს? არა, მნიშვნელობა იდოს იქ ოსპი, ლობიო. ხო, პარკოსანი. კვერცხი, რძის პროდუქტი, ანუ ცილა უნდა იდოს.
გაიგეთ. ყველა კვებაზე ცილა უნდა იდეს. პირიქით ეგ არის ყველაზე დიდი და შეცდომა, როცა ბოსტნეულს, ანუ დავიწყე ჯანსაღყვება და გადავიდნენ ბალახების ჭამაზე, ბალახების. ანუ ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა და დანიშნულება. ბროკოლი არ გვიშველის. ბროკოლი არ გიშველით. ბროკოლი არ გვიშველის მარტო. არა, ბროკოლის მე ისე მეშინია, რომ ბროკოლის ჭამა და ჩემი 2 დღე გადაბერო ერთია, ხო? სასურველი წონა, ჯანმრთელი და ბედნიერი. სამივე ერთად შეიძლება თუ არა იყოს. ჯანსაღი წონა არის, სასურველი წონა, ხა ჩვენ ქალიშვილობის წონა როგორ გარჭობილი ტვინში და იმის მერე 2 ბავშვი გავაჩინეთ, გავიზარდეთ, ძვლები სიმკრივე შეგვეცვალა. ეგ არ არის ჯანსაღი წონა, ხო? რატო ვიბრძვით იმაზე, რაც შეიძლება ჩემი აი ამ ასაკის ორგანიზმისთვის ეს წონა არ იყოს ჯანსაღი. თუ 18 წლის სული არის იმ 40 წლის ხელში, რა ვქნათ მაშინ? 15 წლის სული არის ჩემში, მაგრამ ეხა მე რო დავდგე და 5 კილო დავიკლო, ჩემი კანი ჩამოეთხლიძება. ანუ სიბერე დამეტყობა. და არ ვიქნები დაუშვათ 44 წლის ასაკში 38-ის ვიძზე, როგორიც ხო, ანუ ხო, ამიტომ ჩემი სხეულისთვის კი ბატონო, მე 35 წლის ასაკში ჩემი წონა იყო 59 და 60, ეხა მე ვფიქრობ, რომ 62 ძალიან კარგად უნდა შევირგო, იმიტომ რომ ეს წონა მე რო დავიკლო, ანუ კანს მოსდი სხვა რაღაცა და ზუსტად ის ვიზუალი, რაც ჩვენ გვაქვს გარჭებული, აღარ მომეწონება. აღარ მოგეწონება. ჩვენთვის თავარი არის ცხიმი და კუნთის გადანაწილება როგორი არის, აი ამ 62-ზე, ან თუნდაც 65-ზე ან 70-ზე ორგანიზმში. თუ ცხიმი და კუნთი ისე არის გადანაწილებული, რომ ჩემი ცხიმი, ჩემი ორგანიზმისთვის საშიში არ არის და ვისერალური ცხიმი არ არის ისე, რომ ჩემს ორგანოებს სიგნალი არ მიეწოდება და აი მაშინ უნდა ვიფიქროთ. ისე ზოგჯერ ჯიმში მისვლა, ფსიქოლოგთან მისვლა არის საჭირო, ზოგჯერ ისეთი ძალიან პრობლემები აქვს. აი სულ ვიძახ ხოლმე, რომ აი ბარიატრიის ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რომ ბარიატრია გასაკეთებელი, პირველ რიგში უნდა მოიწესრიგოს მენტალური მდგომარეობა, პირველ რიგში უნდა მიხედოს მენტალურ მდგომარეობას და მერე გადაწყვეტოს ან ბარიატრია, ან რეჟიმით დაკლება დაუშვათ, იმიტომ რომ ის ბარიატრია არის შენი ფანჯარა, რომ გამოიმუშაო ჩვევები. ჩვევებს ვერ გამოიმუშავებ შენ თუ მენტალურად სადღაც ცუდ ადგილას ხარ რა. ის ხო რაღაცა ფორაა, რომელიც გაძლევს უფლებს, იმიტომ რომ შენ უკვე რაღაცას ვეღარ ეწინავ. ანუ 10-დან 9 იმატებს, იმიტომ რომ ჩვევები არ შერჩათ, არ იცოდნენ და ანუ არ დაუხარჯავთ დაუშვათ და მენტალურად ისე ვიქარიან, სადაც ადრე იყვნენ. ჯანსაღი კლება არის თვეში რამდენი კილო? თვეში როგორც წესი არის წონაზე დამოკიდებული, მაგრამ ესე ძირითადად მიღებულია რომ 2 კილო არის მაქსიმუმი, რასაც თვის განმავლობაში დავიკლებთ. რა თქმა უნდა, ბოლო 2 კილო. ბოლო 2 კილო რატო მანდ რა არის, როცა ძალიან სწრაფი კლება მიდის. სწრაფით რომ არ წავიდეს, ხო, ორგანიზმი აი ამდენი ხნის განმავლობაში შეჩვეულია, რომ ეს არის მისი. ანუ ეს წონა არის მისი. და ფაქტიურად აი მართლა ბოლო 2 კილოზე მით უმეტეს ის ბოლო 2 კილო თუ წეხა ხო როგორც ვთქვით ასაკის და შეუსაბამო კლებაა და არა ჯანსაღი არის სხეულისთვის ყველაფერს იზავს სხეული რომ არ დაიგლო ის და მაგიტომაც აი ძალიან ეჭიდება და ძალიან ეკაჩება და მანდ ძალიან მნიშვნელოვანი არის გრძელვადიანი რუტინა და მაინც რა თქმა უნდა მაინც გამოგლიჯავ მაგრამ აი მაგ 2 კილოზე არ ვიყოთ ჩაციკლულები რომ ის ერთ თვეში უნდა დავიკლოთ ის 2 კილო შეიძლება 200 გრამებით წავიდეს 6 თვის განმავლობაში ან რა ვიცი რამდენი ხნის განმავლობაში მაგრამ ან 5 თვის განმავლობაში მაგრამ კლება იყოს ანუ თუ იმ თვიდან ამ თვეზე 200 გრამით კლება არის ეგეც კლებაა და აღიარეთ რომ კლებაა ანუ არ შეიძლება რომ ჩვენ ყოველთვის კილოგრამებში ვითვლიდეთ კლებას ეგეთი მითი არსებობს კიდევ. ჯერ იკლებ წონას, მერე იკლებ გარშემოწერილობას, მერე წონას, აი რაღაცა ეგეთი არსებობს. პირიქით, როდესაც მიდის კლების პროცესი, ვარჯიშთან ერთად უკეთესი არის, იმიტომ რომ ჯანსაღი კლება და აი ესე ზუსტად აი ვიზუალზე რო ვარ ჩაციკლულები, ვიზუალურად ლამაზად მიდის ეს პროცესი. ვარჯიში უზრუნველყოფს გარშემოწერილობების შემოკლებას. ფორმებს ვარჯიში. ფორმებს ვარჯიში. კი ბატონო. და ცხიმების დაწვა თუ გვინდათ სარბენ ბილიქზე უნდა ვიყოთ და მადავნა დავიქვეითოთ? არანაირად. აი ხა პირიქით, აი ვარჯიშის კუთხით რო განვიხილოთ ცხიმის 4 ჯადოსნური სიტყვა რო ის არა ქვია. აი რაღაც მარტივი, აი ჩვენ ყველაფერს ეგვინა. ერთი აბი, რომ დალევ და უკვე ყველაფერი. აი ეგ რომ მქონდეს, კაცო, მეც ხომ გადავირტყავდი და მეც ხომ ვიქნებოდი წერწეტი. მარტივი მის რაღაცები ჯერ. ანუ ვარჯიშის კუთხე პირიქითაა, ცხიმის წვაში უფრო დიდ როლს თამაშობს კუნთოვანი სისტემის ვარჯიში, ანუ ძალისმიერი ვარჯიშები და სადღაც 5% არის კარდიო. მაგრამ კარდიო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამძლეობისთვის და გულსისხლძარღვთა სისტემისთვის. ანუ აი ეგ არის და ცხიმის წვა კიდევ ერთხელ ცილა
ძალიან მარტივი არ არის. ცილა ყოველ ულუფაზე, წყალი, ძილი, ვარჯიში, всё. კი, მარტივი არის. 4 რაღაცა, 4 ჯადოსნური რაღაც ჩამოგითვალე. აჰა, ყოფილა. ხო. ცილა, ძილი, წყალი, ვარჯიში. ფიზიკური აქტივობა ვარჯიში არა. თუნდაც სიარული. ფიზიკური აქტივობა, კი და ქალებისთვის თურმე სიარული უკეთესი ყოფილა სირბილზეო, რაღაც ასაკშიო, ეგეთი აზრიც არსებობს. ზოგადად სიარული ეხა იმიტომ წამოვიდა აქტუალური, რომ ეხა მე რო დავუშვათ მთელი დღე ვზივარ. ხო, ჩემი ის კვირაში რაღაცა დღეში 1 საათი დარბაზში ვარჯიში, მაინც არ შველის ამ ჩემ მეტაბოლიზმს და ანუ თუ მაინც მე რაღაცა მოდელის სტანზე მინდა, ფიტნეს მოდელის სტანზე მინდა ვიყო, ვერ მიშველის 1 საათი. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიარული. სიარული ასევე იმიტომ შემოვიდა, რომ რა თქმა უნდა, ყოველს არ შეუძლია ვარჯიში და სულ არარაობას ენერგიის ხარჯვა რაღაცით უნდა მოხდეს. ანუ ჩვენ სხეულში ხო, გარდა იმისა, რომ ჩვენი სხეული ისედაც მოიხმარს რაღაცა ენერგიას, იმიტომ რომ გადაგვარჩინოს, აი რაღაცა ხარჯვა აუცილებელი არის ენერგიის ფიზიკურად. ცოტა უნდა გაგვიჭირდეს რაღაც. სულ თქვა უნდა გახშირდეს, ხო? კი. და ერთ მითსაც კითხავ და დანამატებზე მინდა გადავიდე. ორგანიზმი იმახსოვრებს წონას. აი ეგეთი რაღაც არსებობს. თქვათ აი ვიყავე 59 და რაღაცა 2 დღე დავარღვიე და 60 კი არ გავხდი. ისევ 62 გავხდი, 61. არსებობს ეგეთი რაღაც. მე უცებ 64 რო ვიყავე და ასეც იკლე. ერთხელ მაინც თუ ქონია ადამიანს თავის ცხოვრებაში ჭარბი-წონის პრობლემა, მან სულ უნდა აკონტროლოს თუ სიტყვა მე აშინებთ ხოლმე ეს, რომ აი კონტროლში და ვაიმე. მთელი ცხოვრება მისი რუტინა და მისი დისციპლინა და რეჟიმი უნდა იყოს მოკლედ ისე რომ აი ძალიან მალე ანუ მოდი ესე მარტივად რო ვთქვა არ გაიქცეს ადამიანი რომელიც იყო ყოველთვის ჯანსაღწონაზე და ადამიანი რომელიც იყო პუტკუნა ბავშვობაში ეს უფრო სწრაფად და მე ამან დაიკლო ეს უფრო სწრაფად მოიმატებს ვიდრე ვინც ჯანსაღწონაზე იყო ყოველთვის ანუ აი სისწრაფეს ადვილად კრებს ისევ ძველ წონას. სწრაფადვე აიღებს ძველ წონას. აჰა. ამას თუ შეიძლება დაჭირდეს 1 კილო, 1 წელი, რომ 5 კილო მოიმატოს, ამან შეიძლება 2-3 თვეში მოიმატოს 5 კილო. ცილის ჭამა, ხა რაღაცა გარკვეულ პერიოდში იმდენი ქათმის ფილეს შეჭამრო, აი შეიძლება ერთი ფერმა გაწყვიტო. კი, ჩვენ ესე ვარ. კი, და კიდე ქათმის ფილე გრილზე 1000 соусებით ისე და მე აღარ შეგიძლია და მე მოდის ეს რაღაცა პროტეინის. კი ბატონო. ჩემს მაყურებელსაც კარგად აუხსენი პროტეინის დანიშნულება. პროტეინის დანიშნულება, აი ჩვეულებრივი, ეს არის გადამუშავებული ცილა. ჩათვალე, რომ ეს არის გადამუშავებული ცილა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში, რომელმაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაანაცვლოს ძირითადი კვება. ანუ დღეში 3ჯერ თუ ვიკვებებით, 3ჯერ უნდა ვიკვებოთ, მაგრამ თუ მაგალითად მე მეორე კვებაზე ხორცი ვერ მივიღე, აი მაგის საკომპენსაციოდ შემიძლია მე პროტეინი მივიღო. თუ მე დილით მაგალითად ვერ ვასრებ საუზმეს და საუზმის კარგი საუზმით დაწყება, ცილოვანი საუზმით დაწყება, ჩემი კარგი დღის საწინდარი არის და ჩემი აი ეს ნივთიერებათა ცვლილის და მეტაბოლიზმის კარგი უყვარს ეს ამ ჩვენს ორგანიზმს ცილი დაწყება. პროტეინს მივიღებ დილას მაგალითად და ისე დავიწყებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ლანჩი არ მექნება სრულფასოვანი, ლანჩი როგორ არის? სახელმწიფო თუ რავი, სადილი არ მექნება სრულფასოვანი, ან ვახშამი არ მექნება სრულფასოვანი. ეს ორია მაინც აუცილებლად უნდა იყოს. პეპტიდებზე ვსაუბრობდით და ესეც ძალიან მოდაში შემოვიდა. კი, ძალიან მოდაში შემოვიდა, მაგრამ იცი რა, სამწუხაროდ მე აი ესე ძალიან ღრმად არ ვარ ჯერ გარკვეული მეც ახლა ვერ ყვევი, იმიტომ რომ ძალიან ახალი თემა არის. თუმცა პეპტიდები ეხა ითვლება მომავლის მედიცინად, ასე ვთქვათ. ებრძოლება დიდ ფარმას, იმიტომ რომ დიდ ფარმაცევტიკას რა თქმა უნდა არ აწყობს ესეთი დანამატების შემოსვლა, რომელიც დავუშვათ ჩაუძირავს იმ უამრავ წამალს, რაც იდეაში ბაზარზე არის. და ანუ ამას უფრო რაღაც განკურნების იმათ აღიქვავენ და წამალი არის ქრონიკულად მისაღები რაღაც სულ მისაღები. აი ეს ქრონიკული მიჯაჭვულობასაც რო ქმნიან, ეგეც ცოტა ის არის ეჭვის თვალით არის ხოლმე, რომ თითქოს აი დადიხარ დარბაზში, აკეთებ რაღაცას, მაგრამ თითქოს ბოლომდე არ აღწევ იმ შედეგს რა. იმიტომ რომ ხედავ თვითონ გამომშრალია, ფანტასტიკურად გამოიყურება, აი ამაზეც ვსაუბრობდით. და მე რაღაცა გარკვეული პერიოდის ხო და შენ ვერ გადიხარ ამ შედეგს და ამბობ რომ რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ. რატომ მე არ მივედი ამ შედეგამდე? იმიტომ რომ გაგიხსნი ჩემო ლამაზო, ჩვენ ტრენერები
კვირაში სამჯერ არ ვარჯიშობთ. და მე დანარჩენი სნიკერსებს არ ვიზილავ ზურგზე და იმაზე. ან მე არ ვზივარ თელი დღის. ანუ წარმოიდგინე ტრენერის სამუშაო როგორი არის. აი ძალიან მენატრება ის როცა დარბაზში ვიყავი. დარბაზში მუშაობდი, იმიტომ რომ დღის განმავლობაში სადღაც მე მგონი 15000 ნაბიჯი ისე მქონდა დარბაზში შესრულებული როგორც არაფერი. ანუ ძალიან ფაქტიურად შენ დღის განმავლობაში სულ მოძრაობაში ხარ. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვარჯიშობთ კვირაში 7 დღე გამოდის. ანუ რა თქმა უნდა, ადეკვატური დასვენები და აღდგენით, მაგრამ ურთულესი რეჟიმი გახდა. ხო, ურთულეს რეჟიმი. ეს იმას არნიშნავს, რომ მე შენთან ერთად ვარჯიშობ, მაგრამ ჩემი რუტინა ესეთია, რომ კვირაში 5 ჯერ უეჭველი ვარჯიშობ. ზოგს კიდე ღამის ვარჯიშები აქვს ხოლმე ეს რაღაცა. ეს ხო, ვინც ჯგუფს ატარებს, მაგრამ პერსონალური მწვრთნელი ჯგუფებს არ ვიცი ხა. ძირითადად არ ატარებდნენ ხოლმე, მაგრამ პერსონალურ მწვრთნელზე გეუბნები რა. კვირაში 5 ჯერ უეჭველი ვარჯიშობს და ის 2 დღეც აღდგენი კარდიო აქვს. ანუ ეხლა ნახე შენ კვირაში 3 ჯერ ვარჯიშობ და როგორ მიაღწევ ხა იმ შედეგს. ჩემი მარათონლები სახლში ვისაც ვავარჯიშებ. ყოველთვის გაცილებით კარგ შედეგს მიდევდნენ, ვინდრე დარბაზში ვინც დადიოდნენ. ოღონ დროის მონაკვეთს გეუბნები რა, აი დავშოთ 2 თვეში. ჩერი მარათონელი უფრო კარგ შედეგს დამიდევდა სახლში ვარჯიშით, ვიდრე 2 თვე დარბაზში მოყვანილი, იმიტომ რომ იმას მე 5 ჯერ ვავარჯიშებ და ეს 3 ჯერ მოდიოდა. და დანარჩენი იჯდა. და იმას მე ვავალებდი, რომ დღის განმავლობაში უეჭველი 10000 ნაბიჯი შემისრულე. და დისტანციურად რო არიან, რაღაცნაირად უფრო მეტი პასუხისმგებლობა გქონდა თუ თან პლუს ჩვენ ჩატები გქონდა და ნუ ჩატებიდან იქ ერთმანეთს აძლიერებენ და აი ძალიან ბევრ რაღაცა მოქმედებს მათზე რა. მაგრამ ხო გეუბნები, ხშირ რო ტრენერს ადარებ, ხო ტრენერს გაცილებით მეტი აქვს ჩადებული თავის იმაში და თან ეს ერთი წლით არ მოსულა ეს, რასაც უყურებ შენ იმას, ხო? მე 5 ჯერ ვერ იმარჯიშებს რაღაცა გარკვეული დროის შემდეგ. თუ თელი ცხოვრება 5 ჯერ უნდა ივარჯიშოს კვირაში. არა, რა თქმა უნდა, არა. მე ხა 4 ჯერ რომ მოვახერხო ხოლმე, ხან არის პერიოდი, როცა 5 ჯერ ვარჯიშობ და ძალიან კარგი გოგო ვარ და არის პერიოდი, როცა 4 ჯერაც ვერ ვახერხებ, 3 ჯერ. იმიტომ რომ ხა მე უკვე რაღაცა მე ბიზნეს ოუნერი უფრო ვარ. ახლა გამოდის ვიდრე პერსონალური მწვრთნელი. შენ ხა ისეთიები სახარ ამ საკითხში აიკონიკი რომ შენ მის შეგედრება. მე ვიძახი აი ჩვენ 5 ჯერ ვივარჯიშებ მე შენთან, მაგრამ 6 თვეში შეიძლება არაფერს დავეხარგოს, არის დანაყვარგვი არ არსებობს ხო და ეგ ჩემი ის არის რა ქვია ჩემი მისია არის და დანაშაული თუ ეგრე მოხდა მისია რომ ესე არ მოხდეს იმიტომ რომ შენ მე ამ 5 თვეში თუ ერთნაირ დატვირთვით გავარჯიშო გადაყირავდი არა ანუ იქ მარათონში ჩვენ გვაქვს დავუშვათ შეიძლება 1 წელი იყოს დატვირთული მე მომდევნო 2-3 თვე იყოს ძალიან სუსტი ვარჯიშები და დაჟე მწერენ ხოლმე რომ რაღაცა ვერ დავიღალე და დავამატე არ დაამატოთ ვეუბნები არ დამატოთ, იმიტომ რომ ეს ნებისყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე არ შეგძულდეს შენ ვარჯიში ზუსტად მაგიტო, რომ ოვერდოზი არ გამოგივიდეს რა. და ეგ არასწორად წარმართული სტრატეგია არის. თუ შენ შეგზიწყვა ვარჯიში. მოკეთ დიდი ამბავია. ძალიან დიდი ამბავია. ყველაფერი თელი ფილოსოფია არის. კარგი, თავარი არის. ხანდახან მეც მეძიწყება ვარჯიში. ანუ ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია არის. ვარჯიში მეძღება, დავაი ჩართო YouTube-ით, იცეკვა. ვიცეკვა, მეცეკვა მიყვარს. ეხ თუ ვერ მოვახერხე და კლუბში რომ მივიდივარ ხოლმე, აი 1-2 მეტრის რადიუსი მჭირდება, მე ეკონომიურად არ ვცეკვა. კლუბის მერე დილით სხვათა შორის ძალიან კარგად შეიძლება ფორმაში იყო, რომ გაიღვიძე, იმიტომ რომ ეს ყველა, რა ქვია მას, ეს ტოქსინი გამოვიდა, ტოქსინი გამოვიდა, ჩამცხრალი გაქვს ორგანიზმი და კარგი პრესოთერაპია გაავლილი და შვენივრად გრძნობ თავს და მე თან ხო გეუბნები, მე ეკონომიურად არ ვცეკვა, მე აი და თელი მითი ვცეკვა. ცეკვაზე გართობაზე და პირადზე თუ გადავალთ, ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი, ესპანეთში გადავედი, კუბელი ქმარი ყავს, ენის ბარიერი. მე ესპანეთი ჩემი ბოლო წლის სიყვარულეა ბოლო წლების და ძალიან მიყვარს და მაინტერესებს რა გამოწვევებთან იყო ეს კავშირში, გარდა თქვათ ენის ბარიერის და რა გენატრება ყველაზე ამ საქართველოში რაც დატოვე. ეს უბრუნდები ხოლმე და თან ორი ნაბიჯის ბარიდან რამე შემოგთავაზებ, თუ კი რამეს დააგემოვნებ. ყველაფერი. აი აქ რა ლავის რომელი ბროწეულის წვენი. ბროწეულის წვენი გამისწორდება და ახლა კი ბატონო. შვენიერი. ეპიზოდის სპონსორია ორი ნაბიჯის გამოძახების სერვისი. კაი მჟავე იყო, კაი, აი კლუბის მერე რომ ეს ამოვნა, ისეთი მჟავე იყო ქვეშინდელი გართობის მერე.
აქვე ვიტყვი ორი ნაბიჯის შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ სახლში მიიღოთ ყველაფერი, რაც თქვენ გინდათ, ანუ პრაიმის შეძენის შემთხვევაში 59 ლარი და 99 თეთრად შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში ისარგებლოთ სახლში ბოტანის სერვისით, დაზოგოთ დრო და ენერგია და შემდეგ, რა ვიცი, მოწრუპოთ ღვინო, თუ რავი, გააკეთოთ კოქტეილები, სნექი გამოიძახოთ და კიდევ ყველაფერი ის, რაც ფიზიკურ მაღაზიაში დაგხვდება და ისარგებლოთ კიდევ საინტერესო შემოთავაზებებით. გავაგრძელოთ ესპანეთზე საუბარი. როგორ მოხდეს ყველაფერი ჩემს მაყურებელსაც რო ვთქვა, ორედი სიტყვით არწმუნებული, ბევრი გაქვს მოყოლილი ხა სულ. ბოდიში. გამოწვევების მეტი რა იყო? ანუ ჯერ იყო, რომ ჩვენ მეწავედი digital nomad ვიზათი. ანუ სულ მინდოდა წასვლა რა. ინგლისის მე რაღაც ქვეცნობიერად სულ ვეძებდი, რომ აი საათ შეიძლება გადასვლა ისე რომ არ დავკარგო წყვეტა საქართველოსთან რა, თან შემეძლოს წასვლა წამოსვლა. და მოკლედ გავიგე აი ამ ესეთი ვიზის შესახებ, digital nomad ვიზა, რომელიც არის როგორი რაღაცა, იცი, რომ შენ თუ ხარ ან კომპანიის დამფუძნებელი, ან ფრილანსერი, რომელსაც აქვს რაღაცა ხო, კონკრეტული შემოსავალი, რაღაცა დადგენილი ტარიფები არის რა, რომ თვეში ერთი ადამიანი თუ მიდიხარ, ამდენი შემოსავალი უნდა გქონდეს, სამი თუ მიდიხართ ოჯახიდან, ამდენი უნდა გქონდეს შემოსავალი. თუ ამას დაამტკიცებ, რომ ეს არის შენი შემოსავალი და შენი აი ის რაღაცა, რასაც შენ აქ აკეთებ, შენს გარეშე დისტანციურად გადარჩება, რომ დისტანციურად ემუშაო, 20 დღეში გაქვს ვიზა. უმარტივესი ვიზაა. ეს არის ევროპის ყველაზე მარტივი ვიზა, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი მახე. იმიტომ რომ აი ამოგატრიალებს ისეთი ძვირი არის ფაქტიურად ამ ვიზის შენახვა. ძალიან ანუ ფაქტიურად ებმები იმ გადასახადებში, რასაც ყველა ევროპელი გამოურბის და აი ესეთ ქვეყნებში ჩამოდიან საქართველოში, დუბაიში, რომ გადასახადები აღარ გადაიხადა. და მიდიხარ მაინც ჯერჯერობით საქართველოს ხელფასით. მიდიხარ, ანუ ქართული ლარით მე ვებძვი ევროს გადასახადოს. წარმოიდგინეთ? ანუ აი ყოველ თვე მაქვს ხო ეს ყოველ სამთვეში ერთხელ მიწევს იქ გადახდათ, ანუ აი კატასტროფა არის რა. ხო და ამიტომ ეხა ჩემთვის პირველი მისია რომ უნდა გავიჩინო ევროს შემოსავალი და ეხლა ამ წელს უკვე დავიწყებ მუშაობას, მაგრამ ვერ ვიწყებდი მუშაობას, იმიტომ რომ ენა არ ვიცოდი, ინგლისური არ გადგება. ანუ ენის ბარიერი იყო პირველი დიდი დაბრკოლება, მეორე უბრალოდ პირველი დაბრკოლება იყო რომ საბუთების აქ გეძლევა ვიზა, იქ რო ჩადიხარ, იქ ასრულებ პროცესებს. და პროცესების დასრულება ესე მარტივი არ არის, როგორც ჩვენ აქ იუსტიციის სახლი გვაქვს ყველაფერი ერთ სივრცეში. იქ არის ყველაფერი წიო აქ და ყველაფერზე გჭირდება სიტა არის დაბუქვა რა, შენ ჯავშანი შეხვედრის. და ეს ამ სიტას მოპოვება არის ერთი დიდი დრაკონის დამარცხება. ამ სიტას რომ მოიპოვებ რაღაცა, როგორ არის, აი სავსე მთვარეობას თვის ბოლოს რაღაცა მე მგელი რომ იმხულებს შვილის დაბადება და ჩაწერა და გვარის მიცემაზე 6 თვეში დაარეგისტრეს ბავშვიო, ზუსტად აი ხუთშაბათ ღამე არის აი ამ სიტის რაღაცები და ნუ აი რაღაც და რომ მივხვდი რომ მე ამის ნერვები არ მქონდა მოვძებნე ვიღაცა სუზანა რომელიც სიტას გამიკეთებს სუზანად აი წვრწყვილი და ჭიანჭველასავით ვარ ესე დავიხარ მოკლედ ეგეთი გამოწვევები მივხვდი საქართველოში რაც მოგენატრა კი ძალიან მომენატრა ეს სიმარტივე ყველაზე ძალიან საქართველოსთან რაც მაკლია მეგობრების კომუნიკაცია რა კომუნიკაცია აი ხო თითქოს აი ამ ინტერნეტმა იდეაში ეს დისტანცია დააპატარავა იტყვიან მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პირისპირ მომენტი რა. იმდენად მით უმეტეს ამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ბლოგი იმდენად გატრუხებული მაგას ონლაინ ლაპარაკი. ეხლა იმიტომ რომ სულ მესიჯობ და ხაზე ვარ ხო? რომ შინაგანი საზრდოსთვის არ საერთოდ არაფერს არ მიშვება ეს დისტანციური ლაპარაკი. აი მჭირდება ეს face to face რა. შენ მითხარი რას ნიშნავს ყავდეს კუბელი ქმარი. აი რა მკვეთრი განსხვავებაა შენთვის. აი რო ატყობ რომ ეს ხა არ არსებული იქნებოდა როდეს ქართველი მამაკაცი არის შენს გვერდით და მაინტერესებს თვითონ რაზე გაოცდება ხოლმე და რა უკვირს თქვა რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება წყვილებს შორის. აი მე კუბელები როგორ ტიპები არიან? იცი მე მგონი არაფერი აი ძალიან მიშვებული ტიპები, ვაფშე ლათინოსები ეგეთები არიან. აი არ როგორ არის რა ვიცი აი ჰარი ჰარალო ხო დარდი მანდი აი ეგეთები არიან ტიპები რა არა რაღაცნაირად აი ვერ ავანერვიულე ტიპი ვერ გავაბრაზე ყავდეს კუბელი ქმარი მით უმეტეს ეხა მეც ქაოტური ვარ რაღაც მომენტში მაგრამ რაღაცეებზე მაქვს რაღაცა უნდა იყოს დაგეგმილი რაღაცები თან ქაოტური ვარ მაგრამ თან დაგეგმილი ტიპი ვარ რა და აი ეს დაგეგმარება მაგათთან არის აი აბსოლუტური სხვადასხვა პოლოსი. წინასწარ შეიძლება 2 საათი ვერ დაგეგმონ. აი მომავალი 2 საათი ვერ დაგეგმონ. იმიტომ რომ
აბსოლუტური სპონტანურები არიან და ეგ მიჭირს ყველაზე ძალიან ავისთან. ცუდად გავხდი ახლა მე. ძალიან მიჭირს. ვიხდი რომ ცოტა გული ამიჩქარდა. ვაიმე ხო რთულია, წარმოიდგინე რთულია ხო ეს 2 საათით ადრე რომ იტყვის რომ ხوار გავფრინდეთ საქართველოში რაღაც. ხო, აი ურთულესი არის მაგათთან აი ეგ მომენტი ავისთან ძალიან მიჭირს. აი და გეგმის ნული შეგრძნება. წინ გახედვის ნული შეგრძნება და აი ეგ მომენტი ძალიან არ მომწონს. რატო მათი სამსახურები და ცხოვრებისეული სტილი იძლევა მის შესაძლებლობას? არ იძლევა, მაგრამ ეგეთები არიან. მართლა? მიხვდეთ ის რომ შეიძლება ისინი რაღაცა რუტინაში ცხოვრობენ. ამერიკას უჭირს ძალიან. ძალიან აგიტო ხმართ ეგრე ბატონო რომ იცოდეთ ეს ქართველების დასკვნა ეს არის. ხო, ანუ ძალიან ზარმაცები ტიპები არიან. ჩვენზე ზარმაცები არიან. აი ხა ავიზე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ზარმაცია ტიპი პირიქით აი თუ რაღაცას რო არეკეთებს მაშინ არის ძალიან ცუდად. ეხლა ესპანეთშიც რო უყურებ ძალიან დიდი ემიგრაცია არის ლათინოსების ესპანეთში. მუშა ტიპები არიან. და ძალიან ისეთი ფუსფუსა პირიქით ესპანეთში ლათინოსები მუშაობენ, ესპანელები არიან ზარმაცები, მაგრამ აი გეგმის მომენტი არა აქვთ რა, აი რაღაცა წინასწარ, აი რაღაცა ერთი წლის აი მომავალისთვის რომ დაგეგმონ ეგ არა აქვთ. ეგეთი რაღაცეები. და ძალიან მოშვებულები არიან რა, აი რაღაცა ბავშვებთანაც ძალიან მოშვებულები არიან. მატეოსთან, აი სულ ხელში ურტყავ, აი ჩემს სახლში, თუ კი რაიმე არაჯანსაღი და საშინელება ხდება, მატეოს ნასწავლია გავიზგან. იმიტომ სულ ხელებში ურტყავ იმას, რაც ზაკლა ბავშვობაში ამას ტენის. და მე ვმნები არ არის საჭირო, მეთქი რო არ ქონდა მაგიტო ხარ ეხა შენ ჯანსაღი. აქ როგორი რეაქცია ქონდათ შენს ავისთან ურთიერთობაზე? არა, ძალიან რთული რაღაცები გადავიტანეთ ჩვენ. კი, ძალიან. ნუ თან ფერატკანიანია. მარტო კუბელს არაფერი უჭირს იდეაში. პლუს ემატება ფერატკანიანი რო იყო, ნუ მშობლების ამბავში ძალიან. მშობლებს მაინც გაუჭირდათ გადატანა. მიღება უფროსად გადასატანი მანდ რა არის. კი. ძალიან გაუჭირდა, ჩვენ მთელი ამბები იყო მაგაზე, სახლიდან წასვლები და აიჰოი. და შვილს? ჩემი შვილი ყოველთვის გვერდით მედგა, აი ყოველთვის პირველი ჩემი მხარდაჭერი იყო ჩემი უფროსი შვილი. კოპიკოს შემთხვევაში რაღაცა ისე აეწყო, რომ ანუ მე და ჩემი მეუღლე რომ გავიყარეთ და მე ინგლისში ვიყავი და ინგლისზე რომ ჩამოვედი, მე დედაჩემთან ვიყავი რა და რაღაცა ისე გამოვიდა, რომ დედაჩემი იყო, ანუ მე და კოპიკო დაძმა ვიყავით და დედაჩემი იყო დედაჩვენი, ასე ვთქვათ რა. და რაღაცა ძალიან ისე ვიყავით რა, ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ, ხო? თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი 5 წელი გამოვტოვე მე კოპიკოს ცხოვრებაში, რასაც ძალიან თან ვნანობ, მაგრამ თან იმიტომ არ ვნანობ, იმიტომ რომ აქ 5 წელმა ისე გამზარდა და ისე მომამწიფა და საერთოდ ამომიტრიალა მე მსოფლმხედველობა ინგლისმა, რომ მე მგონია, რომ ეხლა რა ადამიანიც ვარ, ძალიან დიდი წვლილი აქვს ინგლისს შეტანილი ჩემს მასში. ინგლისში 5 წელი წასვლა, უცებ ესპანეთში გადასვლა. უცებ ესპანეთში გადასვლა და მე დავიწყებდი რომ საერთოდ ბანკიდან უცებ ფიტნეს ინსტრუქტორი გახდი. ანუ ბანკის მერე real estate აი ინგლისში ვიყავი უძრავი ქონების სააგენტოში. რეალტორი ვიყავი? რეალტორი, ხო. აბა როდის მიიღე გადაწყვეტილება რომ ფიტნეს ინსტრუქტორი? აი ინგლისშივე მივიღე, ოღონდ როგორ იცი მე თან სულ კოპიკო რადგან აქ იყო, წყვეტ არ მქონია რა, ჩავდიოდი, ჩამოდიოდი და აი აქ ერთ-ერთ ჩამოსვლაზე კოპიკო დამხდა ცოტა ესეთი ჭარბწონიანი ბებიებთან დატოვებული და მეთქი მე გავარჯიშებ. თქო რაღაც კარგად წავიდა ეგ ვარჯიში რა. ხო და მეთქი მომავლის ანუ ეს დედურმა ზრუნვა მიგიყვანა რომ შენ შვილის ფორმაში მოყვანაზე? ხო. აუ კარგი გავიცოდი. ხო, ესე კი, შენი გამომწერი, მაგრამ მე უფრო იქით რა მე. ესე იგი კოპიკოს უდიდესი ის არის. კოპიკოს ძალიან დიდი წვლილი, ანუ კოპიკო იყო ჩემი ინსპირაცია, რომ მე ყოფილიყავი ტრენერი კი. შენ რაღაც ეგეთი ლოგო უნდა გქონდეს, ხო იცი? ცოტა ბიჭის, რაღაცა ბავშვის რაღაცნაირი ეგეთი. ისტორია ეგეთია. ხო, ისეთი ისტორია გქონია. შენ გამოწვევების ისა ჩემპიონი. ხო, ყველაფერი შეგიძლია იყო. აი მე სხვა შორს აი ეგ რაღაცები, აი თითქოს რაღაცნაირად მიყვარს ხოლმე გამოწვევების ძალაუნებურად გამომდის, რომ რაღაცებს უქმნი ჩემს თავს, რომ მე არ მოვდუნდე. ეგ არ მადუნებს, იმიტომ რომ მე თუ საქმე არ მაგას ეკეთებელი, ძალიან მარტივად შემიძლია ვიყო უზარმაცესი ადამიანი.
აი ძალიან მარტივად ზარმაცდები და ძალიან ადვილად შემიძლია ყველაფერი დავიკიდო რა. ამიტომ მჭირდება ეს რაღაცეები, რომ მიზნები დიდი. ხო, აი ეს ვიძახი ხოლმე, რომ ეს ტრაწი უნდა მქონდეს რა. რაღაცა გავაკეთო ხო იცი. ხო და ამიტომ ვიქმნი ხოლმე ეგეთ რაღაცეებს და თუ პირიქით სულ მაგ აი ბიძგს ვაძლევ ხოლმე ზუსტად აი ესეთი ან ოფისის თანამშრომელი කෙნა თუ ან არა მნიშვნელობა ადამიანი რომელიც სადღაცას არის და უბედურად გრძნობს თავს. ხო, ოფისში შეიძლება მოგწონდეს და იყო შესანიშნავია მაგრამ თუ უნდა რაღაცა პატარა იდეა მაინც რა სადღაცას გაურბინა, ხო, იმ იდეას ჩაეჭიდოს და უეჭველი დაამუშავოს და თუმცა ეს უნდა აღინიშნოს რომ აი ეს იდეაც და გაკეთებაც მოდის, როდესაც ტვინი გაქვს თავისუფალი და აი სადღაციდან წამოხვედი, მიიღე გადაწყვეტილება და დავუშვათ დატოვო სამსახური და წამოხვიდე. აი მაშინ იბადება ეს ყველაფერი რაღაცა იმაზე სამსახურში არ შეიძლება. შეიძლება იდეა დაგებადოს, მაგრამ ძალიან რთულია მაგის განხორციელება. კი, იმიტომ რომ ის რომ ეხა იმაზე რო ვფიქრობ, რომ მე ხვალ ის ფაილები მაგას აგზავნე დედლაინი მაქვს. ჩასატევი, ამაზე ვერ კონცენტრირდები, რომ აი ამ დიდ გრანდიოზულ იდეას ხორცი შევასხა რა, ძალიან რთული არის. ესეც გავაკეთე მე მაშინ, როდესაც სამსახურს ვეძებდი. ხო. სამსახურს ვეძებდი და აი ეს რო გამომივიდა ეს რო ვავარჯიშე, მეთქი აი ეს უნდა იყოს ჩემი მომავლის პროფესია. და უნდა რა აქ და ისევ დავბრუნდი იქ და იქ დავუფლა რა. შეიძლება კითხო რამდენი წლის იყავი ოჯახი პირველი განქორწინებიდან და მაშინ თუ იყო ეს პერიოდი თუ ეს მერე იყო როდესაც უკვე ფიტნეს ინსტრუქტორობა გადაწყვიტე. მერე იყო. მერე იყო მაინტერესებდა. ესე იგი რამდენის აქაურმა ოჯახმა რამდენად მიიღო აი ეს მკვეთრი გადაწყვეტილება ცვლილება, იმიტომ რომ სულ გვეშინია ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ხო სულ არასტაბილურობის გვეშინია ქვეყანაში. ჩემი განქორწინება იყო აი როგორი შოკი იცი ყველასთვის. აი დედაჩემ რა აი ესე და ჯონ ტრაvoltas ის რო არის ხო იცი გიფი აი ეს იმიტომ რომ არასდროს მე და ჩემი მეუღლეს ერთი არასდროს ხმა ანუ მაღალი სიტყვა არ გვითქვია ერთმანეთისთვის სულ ესე ტუკი-პუკი მუსიკოსი აი სულ ესე ვიყავით და ჩვენი პრობლემა არასდროს არც დედაჩემთან არც იმას დედა ანუ არავისთან არ გავიტანი არასდროს არ მიყვარს მე ჩემი იმიტომ რომ აი დედაჩემს მაგალითად ახასიათებს მე ჩარევები და რაღაცა ხო იცი ნახევრად კი არა 80% მარგალიათა. მეგრელი ბების გაძლე. მოკლედ აი არ ვიცი ხა ესე კუთხეს რომ მივანიჭო ეს რა. მეგრელთან ხარ რო იცოდე ისე მაგ. ხო, აი არ ვიცი ხა თან არ მინდა რომ მივანიჭო რო აი კუთხა მიცის ჩარევა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი არ ვიცი. კარგი გვინდა ჩვენ ვიცით კარგი. ხო, გამართლება რომ ჩვენ ვიცით რა არის შვილებისთვის კარგი. ხო, აი ზუსტად ვიცოდი რომ ეგ რომ მე გამეჟღერებინა რაიმე პრობლემა, აი ვიცოდი რომ აი აქ დამაჯდებოდა და პირიქით ეგ უფრო სულ გადაწყვეტილებას, ანუ არ ხარ დარწმუნებული მაგ გადაწყვეტილებაში მე რა გინდა რა როცა სხვა ერევა მუდმივად და როცა შენ მარტო შენ თავთან დაწონი გადაწონი 1000 ჯერ მას იზავ გადახარშავ უკვე ეგ შენი გადაწყვეტილება არა და შენ ხარ მაგაზე პასუხისმგებელი და ხო და ვიყავ მე მგონი 20 21-ის გავთხოვდი და 10 წელი ვიყავით ერთად 31-ის 10 წლის ქორწილის იუბილეზე იმეც და მე დავშორდით. ჩვენ მქონდა ესეთი ტრადიცია, სხვათა შორის რომ ყოველ წელს ვიცმევდით ზუსტად იგივე კაბას, ქორწილის კაბას, გიო სანამ არ შემოებრუნა ის და სანამ საცვალსაც იგივეს ვიცმევდით და ქორწილის დღეს აღნიშნავდით. იმიტომ ქორწილზე ესეთი ტრავმა მქონდა, ისეთი მახინჯი ვიყავი, რომ მეთქი ამას არ ვაპატიებ ჩემთან. ხო, ქორწილზე საშინელება ვიყავი. უცნაური რაღაც ესე დღეებში უცნაურად ყველა შეცდომას უშვებთ ხოლმე, რითვისაც ვაიმე არა მე თანამ მქონდა, მე ჰორმონალური ფონი მქონდა ძალიან არა პოლიკისტოზური ჩანართები მქონდა და ნუ თმიანი აი ესეთი თმიანი პუშკინი ვიყავი ჩვეულებრივ, ესეთი წვერებით მოძრაობდი და ნუ იას ნახა ქორწილის წინ ეპილაცია ხონდა გამიკეთებინა და აი მივიყვანე ბოლომდე. და მაშინ დენის ეპილაცია იყო, მაშინ არ იყო ეს დიოდები და რაღაცები და აი აქ მქონდა დიდი ზასოსივით ესეთი დამწვარი. დამწვარი არა ხო ჩალოჯებული რაღაცა მქონდა რა. ხუფხები. ესე იგი ეს ზასოსი ხო იყო, მაშინ ეს ტონალური და გადაფარვები სად არსებობდა. ეს ხო აქ მქონდა. მე რაღაც საშინელ სალონში მივედი და მეთქის მინდა თქვა აი ქალის სურნელი რო არის ალპაჩინო რო ეცოგება გოგოს აი ხო ლამაზათა აქ აი ეგ პრიჩოსკა მინდა თქვა და აი ბაბეტა მიდის ომში ეს გამიკეთა მე ამ ქალმა ჩოლკა არ შემჭრა იმიტომ რომ ქორწილში ჩოლკი შეჭრა არ შეიძლება თვაში თვი შეჭრა არ შეიძლება და აი ესე მქონდა აი ეგ რაღაცა უბედურება აი ეს ამიციეთ ნუ საშინელება ვიყავი პროსტა სახში რომ მივედი როგორ ბღავდი იცი ან მეც ესე ვიყავი და რატო შვებით მაგას? აი მართლა მაინტერესებს სტილისტები, რატო აკეთებთ მაგას? ვისაც ეხება, რა ვიცი, ვინც მიიღებს თვითონ. ეგ არის უდიდესი დანაშაული ქორწილის დღეს, აი ესე დაამახინჯო
ანუ 99% ესე არის. ჩემი თაობა ეგრე ვიყავი. შენი თაობა არ არის, საერთოდ ბევრია. ანუ რა ვიცი რა არის, ანუ უთხარი იმ გოგოს რომ ესე შენი თმა არ გამოვა. ან იმ ტრიალებს მაინც ნუ ასხავთ ხოლმე ბოლოს, აი კონტროლკას ბოლომდე უიმედობა რო არის ხოლმე და როგორ ტიროძი მე რა მეშველება რა გავაკეთე. დედა ჩემი და არა დედიკო, ამას გამოვასწორებთ. დააფა მომიტანე. და ეს რაღაც იქ ჩუმად რო გადაჩურჭულებთ რაღაც. აი ესე ჩაქურჩ მიტყაფუნებდნენ. ან ემისი რა ქვია, მწვანილი საჭრელ დაფა დამადეს აქ და ზემოდან ატყაფუნებდნენ. აი ეს ასული რაღაცა ტრუბა. ჩამოსულიყა მე თან აკუნის თავი მაქვს, ხო ზღრა არ მაქვს ლამაზი თავი რა, ცოტა პატარა მიტყლებულიც მაქვს და ნუ ის საერთოდ ესეთი ვიყავი ზე. ანუ ზემოთ მაღალი პატარძალი იქნება. 6 სანტიმეტრის ზემოთ ახვიდოდი. მე ის სასწაული იყო ძალიან ბევრი ძალიან. ეხა კი ახალისად მახსენე, მაგრამ აი მაგ ტრამვის გამო ზუსტად მეთქი აი ამ კაბას ისე არ გავაჩერებთქო და მესამე წლის თავზე დავიწყეთ აი ესეთი ზეიმობები. მე ის კაბა მოვიშორე, თორე შევინახავდი. მე ხო დამბარცხნეს რომ ჯერ მითხრეს რომ ამით აპირებო ჯურის წერას ამ პერანგშიო და მე მოგწელებული თეთრი სარაფანი მეცვარა, იმიტომ რომ ძალიან მიწრო წრეში ძალიან სწრაფად ვაპირებდი და ხო დამვარცხნეს. მე მინდოდა აი ისა რა ქვია იმის დრაკონების დედოფალს რო ცოტა ჩაწნილი იყო რაღაცა მეთქი უბრალოდ ჩამიწენით თქო რა რაღაცა ეს თქო და მე ეს რაღაცა გამიკეთეს და ბოლოს აი ეს რო შვება და რო ხვდები რომ ამას ძალიან დიდი დროთა სჭირდება რომ გამოვიდა უკვე ესე რო ზიხარ რომ ელოდები რომ კაი დაამთავრე რომ წახვიდე რა ჩვენმა მეგობარმა გამოგვიარა მე და ჩემი მეჯვარი იყო და ორივე ჩოვჯექი და ზოგადად რა გჭირდა და ჩვენი აი რაღაცა რაც ყველაზე ძალიან გიყვარს აი ორი ისა მუმლაძეს და ადელინას პრიჩოსკები აქ აი ესეთი რაღაცა კატასტროფები აი ეგეთი ვარცხნილობებით ორივე რა თქმა უნდა ნახევარი თავი ჩამოვიშალე და ნახევარი თავი დავიბანეს ეს სველი მაქვს ეს ავიწიე და მაშინ გადაწყვიტა ჩემმა მომავალმა მეუღლემ რომ უნდა გამომიაროს არ ქონდა დაგეგმილი უნდა შეხვედრილიყავით ერთმანეთს ეკლესიაში და მე საში მამა ჩემი ჩუსტები ძალიან დიდი ზომა და ლეონი მოგვიკაკუნა და მე ნახევარი სველი თავი მაქვს აწეული და თვითონ ძალიან სიმპათიოდ გამოპრანჭული მოვიდა რაღაცა და აი მე მინდოდა რომ იქვე დავშორებული ხამის გაუთხოვა და იქვე დამენგრია ოჯახი ხო და ისონები რომ რატო ქენი თქვენ იმიტომ რომ ჩემს ქორწილის დღეზე პირველად მახსენდება აი ეს ნაიკის ძალიან დიდი ზომა რეზინის ფეხსაცმელი რომელიც მე მეწოს ანუ იმიტომ რომ ისეთ ისტერიკაში ხომ მოვიდი უცებ რა იქ აღარ ცხოვრობდი რაღაცა გათასული ის რაღაც გაუყარე ფეხი ანუ აი კატასტროფა ხო თან პლუს დამავიწყო ცხრის ოპერაცია არ მქონდა გაკეთებული აი ამ ხოლმე მაუზერი მედო აი ამ იმაზე წარმოიდგინე აი ამ პრიჩოსკაზე და ბაბეტა მიდის ომზე ეპილაცია ხსენე და მაგასაც კითხავ ძალიან მნიშვნელოვანია მე ვაღიარებ რომ ხშირად მიმართავ ხოლმე რაღაცა პროცედურებს მასაჟებს რომელიც ძალიან კარგად მეხმარება ტანის კორექციაში აი ამ ლიმფის ხო ლიმფოდრენაჟში რაც ჩემი პრობლემაა და მინდა გითხრათ რომ ერთი და იგივე აპარატით ორი სხვადასხვა ადამიანი სულ სხვა შედეგს იძლევა აი ეშმაკირო დეტალებშია ხოლმე და მე მაინტერესებს შენი აზრი მე ჩემსაც გეტყვი კმაყოფილი ვარ. ძალიან კაი არ კმაყოფილი ხარ, უბრალოდ რა არის ეს სალონური პროცედურები ესეც არის დამხმარე წესით ყველა ნორმალური სპეციალისტი უნდა გეუბნებოდეს რომ ეს რო იყოს ეფექტური შენ აქეთ უნდა შემიწყო ხელი რომ ივარჯიშო ჭამყვება კი წყალი განსაკუთრებით მაგ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ძილი მოაწესრიგოთ ანუ ის 4 რაღაცა რაც მე ჩამოთვალე. ანუ ეს არის შენი ფუნდამენტი და იმის ფუფუნება თუ გაქვს რომ აი ეგ რაღაცები დაიმატო სალონური პროცედურები მაგას რა ჯობია. არა ძალიან კარგი არის სხვა ჩერს მეც ყოველთვის ვახმარდი ხოლმე ჩემს ხელს მასაჟებს და აი ეს 2 წელი აი გადასვლის სტრესები რო იყო და იქ ამოვარდი ძალიან და ეგრევე დაეტყო იმიტომ რომ მე 40 პლუსი ვარ ხო ხარ და ხარ მარტო ვარჯიში და აი ეს კვება და მithumetesan იქ აქტიურად სახლიდან მუშაობ რა და ისეთი აქტიური რაღაცა არ ვარ და ამიტომ ანუ ხო გეუბნები ორივე ერთად არის იდეალური მაგრამ მარტო ვარჯიში ის რაღაცა კანონზომიერება არსებობს თვალში რო გვაყალდება ასაკთან და ცელულიზაც ვერ ხედავ თუ და ნაოჭსაც ვერ ხედავ არა ზოგადად ეს დადგენილია რომ ასაკის მატებასთან ერთად შენ იმდენად თავდაჯერებული ხდები რომ იყიდებ კი თორე ვერ ხედავ არა იყიდებ იდეაში რაც მანამდე უნდა გააკეთო და რაც მთავარია 50 წლის მერე რაღაცა იმას უსმენდი პოდკასტს უსმენდი რომ საზოგადოებრივ აზრსაც ვაფშე იყიდებ აი საერთოდ იყიდებ ცელულიტის გაქრობა შეიძლება ვარჯიშით სრულად არა მცირდება განსაკუთრებით როცა სოდიუმს ამოვიღებთ და აი შაქრებს ამოვიღებთ
დახმარებით და ვარჯიშს ძალიან ამცირებს, მაგრამ ანუ სრულად რო გაქრეს ამ საუკუნეში წარმოუდგენელია, როცა უკვე 20 წლის ბავშვს და 15 წლის ბავშვს უკვე ცელულიტები აქვს, იმიტომ რომ კვებაში საკვებია შეცვლილი. აბსოლუტურად არის, ანუ ძალიან შეიცვალა ეს საკვები ინდუსტრია შესაბამისად, აი ეხლა რო გაქრობის ის კონდეს წარმოუდგენელი არის რა. თუმცა აი აგებულების და მიხედვით, ვისაც თხელი ფეხები აქვს და ზემოთ აი წელი არ აქვს დავშოთ გამოყვანილი და ზემოთ იმატებენ, იმათ ნაკლები ცელულიტი აქვს, თან სულ შეიძლება არ ქონდეს დაჟე. სანამ აი ძალიან არ გაჭარბწონიანდება რა. და ვინც ქვემოთ იმატებს ცხიმს და ქალი ძირითადად ქვემოთ აგროვებს ცხიმს, იმას ყოველთვის ექნება ცელულიტი. ეს განაჩენი არ არის, ხალხო, ეს არის რომ ქალები ვართ. ესტროგენი გვაქვს. ესტროგენი პასუხისმგებელია რომ ცხიმი შევაგროვოთ და ცხიმი უკვე კიანთებითი პროცესია და რაღაცა, მაგრამ თავარია ვიყოთ ოპტიმისტები, კარგ ხასიათზე და მენტალურად ჯანმრთელები და ანუ ჯანმრთელები ვიყოთ. ხო და ჯანმრთელი როგორ იქნები? შენი სხეულის ხომ და ემსახურო და ემუშაო. კი ბატონო, სუსტად ინვესტიცია ფიზიკური აქტივობა, აი ეს რაღაცა ის 4 რაც შემოთვალე, იმისავით თოჯინები იცინიან სამი თორმე ხო. სტრესი არის ჩათვალე თავი და თავი. აი ყველაფერი რაც შეიძლება დაგემართო, შეიძლება ჯანსაღი ცხოვრება ყველაფერი идеალურად შეასრულო, მაგრამ ძალიან სუსტი იყო სტრესის მართვაში. ესეც უნდა ისწავლო, იმიტომ რომ ეხლანდელი ადამიანის თამდები პროცესი არის ჯდომა და სტრესი. ანუ თუ სტრესის მართვა არ გეხერხება და აი ამის შესაბამისი ინსტრუმენტები არ გაქვს ნასწავლი და უამრავი კურსებია და რა ვიცი, სადაც გაიხედა ყველგან მაგის კურსები არის და ის კი შეიძლება თქვათ რომ ყველა თვითმარქვია კოუჩია და ყველა ის არის, მაგრამ ყველასგან რაღაცა რო წამოიღო, ხო, გონიერი ადამიანი რაღაცას ერთს როგორც ისეთი ტომეულში რა, შეიძლება ტომეული ვერ გამოიყენო, ამოკრიფო და შენთვის რაღაცა ის ჩამოიყალიბო მენიუ, როგორ ებრძოლო, აი პატარა ხო, აი მენიუ რო შეადგინო ინსტრუმენტების რა, რომ აი დავშოთ ესეც სტრესი, აი ეს მჭირდება, ამას მიმართავ რომ აი ეს ამან ნაკლები გავლენა მოახდინოს ჩემზე. მე რა ეს სტრესი ამას მიმართავ და ანუ შენ თუ გაქვს აი ესეთი მრავალმხრივი მენიუ ყველანაირი სტრესისთან განსაკუთრებულად ხო? რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში ემოციები გვაქვს და დაგვაზიანებს, მაგრამ ხო არის რაღაცა პროცენტები რა პროცენტით იმოქმედებს და რა პროცენტით არა. ესპანეთიდან ესე თეთრი როგორ ჩამოხვედი? ესპანეთიდან როგორ და მე არ მაქვს ესეთი ქართულება, როგორც ქართველ გოგოების უმრავლესობას, რომ რაღაცა შავი უნდა იყოს. ეხლა მე მგონია რომ ძალიან შეფერილი და ზაგრიანი ვარ. ძალიან კარგად ხარ შეფერილი, კი? ხო, აი ნახე, აი რა. თან თეთრი კანი გაქვს, როგორც ხვდები, თეთრი ხო, ძალიან თეთრია. იცი რა არის? აღარ მაქვს ნერვების დაწოლის, იცი? მართლა გეუბნები, ნახევარ-საათზე მეტი ვერ ჩერდები. მე ვწრიალებ და აი ხა თან აი სულ რაღაცა საქმე 15 წუთი თუ იტრიალებ, ჟენიერ რუჩს მეიღებ 15 წუთი. არა, აი ვეღარ წვევ, აი აღარ მყავს მართლა ნერვები ეს ერთი. მეორე ჩვენ ესპანეთში ხა ისე ვცხოვრობთ, რომ ეს არის ურბანიზაცია გვაქვს და ეზოშივე გვაქვს აუზი რა. მაგრამ აი რაღაც დრო ვერ გამოვნახე რომ ჩავიდე და დავწოლილიყავი რაღაც ისე. ეს სახში აუზი და სახში ის არ ქვია, სარბენი ბილიკი ეგრეა მე მგონი. რაც სახში გაქვს ვერ იყენებ. უნდა წახვიდე და იქ უნდა გააკეთო. ხო, იქაც მაქვს დარბაზი, მაგრამ სხვაგან დავდივარ დარბაზში. სახში კორპუსში გვაქვს დარბაზი. თავს როგორ უვლი, რა გაქვს ესეთი რუტინა შეიძლება კითხო, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოიყურები. აი კანი. ვარჯიში ინახავს. ვარჯიში ინახავს. კანის რუტინა სიმართლე გითხრა, აი ჩემი და სულ აი ჩაქუჩი დავზევს, რომ ჯერ მაკიაჟი არ დავიზნე ხოლმე, ჯერ იქ ვარ, მე ხვანზე ხარ. ძალიან უკულტურო ვარ სახესთან მიმართებაში. სხეულთან კარგად უვლი ძალიან. მაგრამ კანის მოვლის კულტურა პროცედურებს ვიტარებ წელიწადში ორჯერ მაინც ბიორევიტალიზაცია რაღაცა არ ვიცი მოკლედ აი ეს დაუწოვე ხოლმე და ჩემო კოსმეტოლოგმა იცის რა ხო ბოტოქს ვიკეთებ ეხ გასული მაქვს მე მგონი რა სჭირდება შენს განს იმას კრემი რა შეეხება ეხლა ჩემ ადამიანმა სწავლა ჩემი და ჩამომიწეს ხოლმე ეს იყი და მე მივიდივარ და ვიყიდულობ იმიტომ რომ ის გარკვეული არის და თან პლუს ახლა დაამთავრა რაღაცა ამერიკაში რაღაცა ძალიან ფანფანფუ ეს facial ისინი და ესე იგი, მაქვს რეტინოლს ვიყენებდი ზამთარში. ასევე ჯერ იმას ვისხავ, ტონერს, თეთრი ტონერი, ერთზისებრი ტონერი, მერე C ვიტამინი, მერე დამცავი და მერე კრემი. მაგრამ დამცავი დავიგიდე ხა. ვიცი უნდა დამცეცხლოთ ახლა, მაგრამ დამცეცხლო. მე ვეცდები რომ აგიხსნა დამცავის მნიშვნელობა. ეს კი ნახე, ჯერსეთი ესპანეთში ხო ასეც უდიდესი ის არის რა ქვია, იმიტომ რომ მზისგან ხო? კიდე რაღაცა მშრალი ჰავაა და ხო და იქიდან დატენიანება და დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ესპანეთში ქალები
როგორი კანი აქვს? ხო, არა აქვს ხო, კანი. აი, გამარჯობა. საერთოდ ზოგადად ეს ხო ძალიან ცნობილი ფაქტი არის, რომ ჩრდილოეთის ხალხი სახეზე უფრო ნაკლებად, უფრო სწორედ გვიან ბერდება, ვიდრე აქეთ სამხრეთის. ხო, და აი, მთელი ეს კვლევების შედეგად აღმოაჩინეს, რომ არ არის საჭირო მეძამეც გაირუჯო, მზე ყველგან იწვევს აი ამ კანის დაავადებებს და აშრობს და აჭკნობს და ასაკიც მალე მოდის, ამიტომ ყველას შეუძლია თავის აი მე ხა ალგოლოჟი მაქვს, ეს არის ფრანგული ძალიან საინტერესო ბრენი, Aftersun-ის ესეთი დამამშვიდებელი ლოსიონია და ზოგჯერ მე მაგათად შეიძლება ტანის მოვლა უფრო მეზარებოდეს ვიდრე სახის, მაგრამ რამდენჯერაც Aftersun-ი და დამამშვიდებელი ესეთი რაღაცები გამომიყენებია, უფრო ნაკლებად იქერცლება კანი, უფრო დიდხანს ნოემბერში ფეხბურთზე რო ვიყავი და რომ მივედი ეხოზე, ჩემ ისა რა ქვია, ექიმი გაგიჟდა რომ შენ ახლა არ გადამრიო, ირუი სოლარიუმში დადიხარო და მეთქი არ დავდივარ სოლარიუმში, უბრალოდ კანს ვიტენიანე, ვუვლი, დამცავით ვიღებ რუჩს და შესაბამისად არ დავიწვი და არ მოხდა კანის აფრცქნა და დაზიანება და შესაბამისად რაღაცა. შენ თუ ძალიან კარგი რუტინა ჩამოთვალე სხვათა შორის მიგეკითხა ზამთარში რეტინოლი და დამცავის რეტინოლი სმერეთ ძალიან მნიშვნელოვანია ისგან დამცავის გამოყენება ხო აი მან როცა რეტინოლს ვიყენებდი მაშინ დამცავი უჭველი მქონდა ნახე როგორი ის არის მზისგან დამცავი აი ესეთი დილით მხოლოდ ეს რო გადაისვა არის დამატენიანებელიც ნახე როგორი ჯანსაღი ვარდისფერი ძალიან სხვათა შორის ჩემი დამცავიც ანუ სირუმი არის ხო აი სერუმი შრატი სერუმს რატო ეძახი ხო სერუმი შრატი ესეც არის ზუსტად შრატია და აი ერთში არის როგორც დამატენიანებელი ასევე დამცავი და მეიქაპის ქვეშ ბაზად გამოსაყენებელი და აი მთელი ზაფხული ეს რაც შემოვიდეს ხო შემას ძალიან კარგი დამატენიანებელი აქვს ხოლმე ალგოლოჟებს ბუსტერი ქვია და ერთი თვე ამას თუ წაისვა აი ფანტასტიკურად გაქვს კანი და რეკლამა არის რა თქმა უნდა მაგრამ მე ვინც ვიცნობს იციან რომ არ ვაკეთებ იმის რეკლამას რაც არ ვიცი რომ კარგია და ალგოლოჟი არის აი თქვენ ხშირად არის ხოლმე აპლიკაციით ესე ადგენენ რაღაცებს და მე ეს 30-იანი მქონდა ხო წაღებული და რო ვირუჯებოდით მან რა ქვია დაქალმა მომეცი ერთი მე რაღაცა ვიყიდაო და იმას დამიწერაო რომ საშინელება არისო და ესე შენი მაჩვენეო და მართლა ეს 30-იანი ალგოლოჟის რო დაასკანერა excellent დაეწერა კი იმიტომ რომ ძალსახად კარგია რაც კარგია თავის შემადგენლობით და თავის დანიშნულებით სწორია რა მე ვიყავი PSP-ში კიდე განვაახლე რაღაცები PSP გვახსენებს, რომ მზეს ვერსად და ვერაზროს ვერ დავემალებით. თუ ვერ დავემალებით, მაშინ შევიარაღდეთ და შევიძინოთ ყველაფერი, რაც ამისთვის არის საჭირო. წამომყევი. ლირენეს სახის დამცავი 50 SPF-ით, რომელსაც აქვს ასევე კარგი ბრწყინვალება და ბაზათაც შემიძლია გამოვიყენო. მოკლედ მრავალფუნქციურია რა, პრაქტიკული გოგო. კარგი, ესე იგი რუჯის შემდეგ აუცილებლად გვჭირდება რაღაცა, რაც კანს აღადგენს, დაამშვიდებს, დაატენიანებს და გვესიამოვნება და მოდი იყოს ექვალიბრას აი ესეთი ალოეს დამატენიანებელი. ამბობენ რომ უჩსა და თვალის ქვემოთ არე ძალიან ერთნაირად თხელია და ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდეს. ამიტომ ისეთი ბალმი გჭირდება, რომელსაც აქვს SPF-ი და მე შევარჩევ პაუპაუს 30-იან SPF-ს, მეც გამოვიყენებ ჩემი გოგოების თამამად, იმიტომ რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა და სწორედ მათთვის არის შექმნილი, რომ ვისაც არ უყვარს ეს რაღაცები. ქიმიური შემადგენლობის რაღაცები, აი, ყველაზე უსაფრთხო ბალმი. და არ დაგვავიწყდეს ბიჭები. დამამყევი. მე ამჯერად შევარჩევ 30 SPF-ის Recipes for Men. ერთ ფერში მოყავს კანი და იცავს მზის მავნეს სხივების ზემოქმედებისგან. ფიქრობ, აბსოლუტურად საკმარისია. რაღაცები სახშიც მოყავს. მაინც ვერ ვისვენებ რაღაცები, მაგრამ ეხლა უნდა გავჩერდე, სადღაც უნდა გავჩერდე. ცოტა განვაახლე, მეტი აღარ არის საჭირო. გამარჯობა. შეგვიძლია გავატაროთ. დიდი მადლობა. ესე იგი, არ დაგვავიწყდეს, რომ კანი ჩვენი ორგანოა, რომელსაც სჭირდება დაცვა და PSP გვახსენებს, რომ მზეს ვერ დავემალებით.
მზის მავნე სხივებისგან ვერ დაგვიცავს ვერც ქოლგა, ვერც შუშა, ვერც ფანჯარა, მოკლედ უნდა შეიარაღდეთ და ერთ-ერთი საშუალება არის მზის სხივებისგან დამცავი საშუალებები. რაც მე შევიძინე ახლა და კიდეს. და დასასრულისთვის აუცილებლად კითხავ მარათონზე და კიდევ რაღაცა ახალი წამოწყება გაქვს საინტერესო და გახტი. აი ესე გახტი. პირდაპირ, მოკლედ და ზუსტად იცი რაც სჭირდება, ხო? გახტი. კი, სხვა შორის ისაც უნდა. ვერაზროს ვერ წარმოვიდგენდი თუ მე ოდეს მე შევქმნიდი ისეთ პროექტს, სადაც იქნებოდა მხოლოდ კვება. მაგრამ ბაზარმა მაიძულა, იმიტომ რომ რო ვხედავ ისეთ უბედურ კვებებს წერენ რაღაცა მართლა ესე თავიდან რო ვთქვით რაღაცა თვითმარქვია მართლა ნუტრიციოლოგები და ისინი და როგორ აზიანებენ და როგორი გოგოები მოდიან ჩვენთან მე პროექტებში ყოველ შემთხვევაში მეცოდინება მაინც რომ მე ჯანმრთელობას არ ვუზიანებ და რატო წავიდე სხვასთან ხო იმიტომ რომ მე არ მაქვს ეგ პროდუქტი ჩვენ შევქმნით მოკლედ აი ესეთი პროექტი გახდი რომელიც არის აბსოლუტურად ინოვაციური მარტო საქართველოში არა ძალიან ახალი მიდგომა არის diet sprint-ები ზოგადად შენს გამოგვადგება ისე მე. რა საინტერესო ხო აი მაინტერესებს რას გულისხმობს? აი diet sprint-ი რას ნიშნავს? ცი ზოგადად დამტკიცდა და ნუ ძალიან ბევრი დიეტების შემდეგ მით უმეტეს აი თანამედროვე ადამიანის ნებისყოფა იმდენად ძალიან მოკლეა, რომ ერთ თვესაც ვეღარ ქაჩავდნენ დიეტას რა. აი დიეტა რა, კალორიული შეზღუდვა. დიეტა რაღაცა ისეთ სიტყვა, დიეტა არის ყველანაირი კვების რაციონი იდეაში. ცოტა სხვანაირი დიეტა. ცუდი დიეტების გამო და ერთ გახდა ცუდი ეგ სიტყვა თორე დიეტა არის იდეაში ჩვენი კვების რაციონი ყოველდღიური. მოკლედ აი ეს კალორიული დეფიციტს და ეს შეზღუდვებს ხო ადამიანი ერთ თვეს ქაჩავდა, ერთი თვის მერე უკვე აი ნერვული სისტემა იღლებოდა და მერე იწყებდნენ უარესად ჭამას, რომ მერე უარესად მომატებულიყვნენ. ამიტომ ჩვენ შევქმნით ესეთი პროტოკოლი, რომ 2 კვირა გვყავს კალორიულ დეფიციტში შეზღუდვაში და 2 კვირის მერე ვუმატებთ კალორიებს ისე რომ ამოისუნთქოს ორგანიზმმა, ამოისუნთქოს ნერვულმა სისტემამ თან ანუ არ დავარტყათ იმას რომ აი ზუსტად ის ჩვენი მეტაბოლიზმი ეკონომ რეჟიმში გადავიდეს და რაღაცა მეორად პროცესებს მოაკლოს ენერგია, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმში არსებობს პირველადი სასიცოცხლო სისტემები, ანუ სუნთქვა, გული, ასე შემდეგ და არის მეორადი სასიცოცხლო ის ციკლი, ენდოკრინული რაღაცები, კოგნიტური, ეს მეორადი სასიცოცხლო სისტემები არის. და როდესაც კვეთრად ზღუდავ შენ კალორიებს, აი მეორად სასიცოცხლო სისტემებს მაგრად აკლდება და მაგრად უჭერს. მაგიტო არის მე ძალიან შეზღუდვების მე ციკლიერებად, ფარისებრის ფუნქცია გამოდის და ასე შემდეგ. იმუნიტეტი უსუსტებად და ვირუსებიდან მე აი ეგეთი დიეტების მე ვირუსი რო დაემართება და ერთი თველესავენ ლოგინს მე. როცა შეიძლება მანამდე უცბად ენერგია, კი ბატონო, ენერგიის. ანუ აი ეგ არის იდეაში ძალიან მკაცრი შეზღუდვა, დიდი ხნით მკაცრი შეზღუდვების აუთკამი რა. და ეს პროტოკოლი ზუსტად მაგას მოიცავს, რომ 2 კვირა ხარ მხოლოდ აი ესეთ მკაცრ შეზღუდვაში, ოღონდ უფრო მეტად მკაცრი ვიდრე დაუშვათ ერთ თვე იქნებოდი გადანაწილებული, 2 კვირაში ზუსტად ვიწყებთ ამოსუნთქვას და ისეთ ჭამას ვიწყებთ, ოღონდ ეს ყველა დღეში რა უნდა ჭამოს, ყველაფერი არის ჩვენი გაწერილი, მთელი გუნდი მყავს, მე გადამზადებული NASM-ის სერტიფიცირებული ნუტრიციის კოუჩები არიან რა. შესაბამისად ჩვენი შემუშავებული მენიუები არის, კერძები არის და ანუ მარტო ფილეთი და გრეჩიხით არ იკლებ რა. ანუ ხაჭაპური გვაქვს იქ, რაღაცა ბიფსტროგანოვი გვაქვს, აი გემრიელი კერძები გვაქვს, რითიც იკლებენ ჩვეულებრივად. ეს არის სამთვიანი პროგრამა და ნუ აი ძალიან კარგი შედეგები გვაქვს დადებული. როდის იწყებ? ყოველი თვის პირველ რიცხვში იწყება ახალი, ოღონდ მან უკვე დაგვიანებულებს არ ვიყავთ არასდროს, ამიტომ ყოველი თვის 23-ში იწყება ხოლმე რეგისტრაცია მომავალი პირველისთვის, 23-დან 31-მდე არის რეგისტრაცია და პირველში უკვე იწყება პროექტი. მაგრამ მაგის პარალელურად მიდის უბრალოდ ის ჩერის მარათონი, რომელიც არის უკვე სახლში სავარჯიშო პროგრამა. ანუ ერთი არის სავარჯიშო პროგრამა, ერთი არის კვების პროგრამა. თუმცა ჩემი მარათონლებიც ხო აი 5 წლიანი არის მარათონი. 5 წელი და 6 თვე არის. ანუ შენ რო გადაწყვეტა ვარჯიში ხო 5 წელი გაქვს ბექაპი რომ პროგრამები გაქვს გაწერილი რა ისე რომ შენ აღარ იფიქრო რა არის მერე გააკეთო. მარათონის დასრულების მერე თავს დავდებ და ძალიან ხმამაღლა ვაცხადებ ამას, რომ ჩემი გოგოებმა ბევრ ტრენერზე ბევრი რამე იცის. კი. ანატომიურად, ბიომექანიკით და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ინფორმაცია გაიცემა აი ამ ორივე პროექტში.
იცი მეინტერესებს კონკრეტულად იმ დროს უნდა იყოს თუ მე შემიძლია თქვა ჩავება შენს მარათონში და როდესაც სახლში მივალ და მოვიცვლი მაშინ ვივარჯიშო. კი, რა თქმა უნდა, მაგიტო არის. ხო, ანუ კონკრეტულად შვიძე არ მექნება. არა, ლაივ ვარჯები არა, ჩაწერილი ვიდეოები და როცა გინდა, სადაც გინდა, წაიღე და იქ ვარჯიშე. ფანტასტიკურია. ხო. მაგიტომ არის, რა, ძალიან მორგებული არის რა. დროის ეკონომია არის. აი, რა ღირს რო გითხრა, შეიძლება 45 ლარი ღირს. ყვება რა თქმა უნდა ცალკე, მაგრამ შენ რომ მარტო ვარჯიში გინდოდეს, ხო, აი 45 ლარად გეხოცები, ბალი ღირს 40 ლარი. მე მგონი. კილო ნახევარი ბალის ფასი არის ჩერის მარათონში ჩა. ან 45 ლარად. ხო. 45 ლარი თვეში? თვეში 45 ლარი. ერთი ადამიანი ივარჯიშებს სახლში, საცობების გარეშე, ნებისმიერ დროს. პირველი თვე იქნება კვირაში 4ჯერ, მეორე თვე იქნება კვირაში 5ჯერ და უბრალოდ მომდევნო თვეები იქნება სულ კვირაში 5ჯერ. დანარჩენი. სასწაული რაღაცა. ხო, აი ეს რაღაცა მისიასავით იყო თავიდანვე რა, პანდემიაც დაიწყო, ბაში 20 ლარად, რომ ხალხი უმუშევარი დარჩა, აი რაღაცა მეც ხო უმუშევარი დავრჩი და რაღაცა სიმბოლურად რომ იმეყო რაღაცა, მაგრამ ის ადამიანი, ანუ მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩართულიყო ფიზიკურ აქტივობაში რა. და დარჩა მისიასავით, რომ აი ძალიან ხელმისაწვდომი არის, ძალიან მართლა ჭკვიანურად შედგენილი პროგრამა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარ შედეგებს ვთქვათ. აი ყველა ჩვენ ჯგუფი დაჟე კურატორები ჩაჭირო ჩააგდებდნენ ხოლმე. ეს ოხერი ნახე რა, ანუ ჩვენც რომ შევდა ჩვენივე დადებული პროგრამის ხო ესა. აი მართლა ძალიან მაგარ შედეგებს ვადებინებთ გოგოებს. უნდა მოუყვეს შედეგიც ხო, მოყვეს მოტივაცია და აი ესე რომ დრო ნენელა ნახე რომ გაერთიანდნენ ჩერის აი ამ მარათონში გოგოები და რეგისტრირდებოდნენ, შენ რა განცდა ქონდა მაგ დროს? აუ ეს ახლა ეს არის თან ძალა და პასუხისმგებლობა რომელიც ძალიან ხშირად აი იმდენად მღლიდა რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილი ვარ იმ ზღვარზე რომ დამენებებინა თავი რა და რაღაცა ყველაფერი დამეკიდებინა და პროექტი ამეხურებინა ანუ ვაფშე აი ეს საქმიანობა იმიტომ რომ ძალიან დამღლელია ეს პასუხისმგებლობა უშველებელია ნუ პლუს ეს ბლოგის რაღაცა იქ რაღაცა ჰეითერები იქ რა ნუ აი ძალიან რთული მომენტი ბევრი სირთულეები იყო ჩემს აი ამ თელ მოგზაურობაში რა. მაგრამ აი ზუსტად როცა მაშინ ყოფილვარ აი ზღვარზე და იმ წამს და იმ დროს აი არ ვიცი სამყარო როგორ არის მოწყობილი რომ იმ წამს მიმიღია ზუსტად ისეთი მესიჯი რომ აი პროსტა ჩემი თავისთვის ვერ მიპატიები რომ როგორ გავიფიქრე ეს აზრი რომ მე ეს დავასრულო როცა აი ესეთი იმპაქტი როგორ გავლენა მაქვს ადამიანის ცხოვრებაზე და ესე შევცვალე და ესეთი რაღაცი და ამოვათრე. ეხლა მართლა ხმამაღლა შეიძლება ჟღერდეს რომ აი რაღაცა ისე, მაგრამ აი მართლა იმ წამს მიმიღია ისეთი მადლიერების მესიჯი და ოღონდ ხო არის რა რომ ზედაპირულად წერენ. ისეთი ღრმა მესიჯი ყოფილა და ისეთი დეტალები დანახული, თუნდაც ჩემი შრომის, თუნდაც თავისი ცხოვრების გაანალიზების, რომ აი რაღაცა ეგრევე გადამიფასებია, რომ გიჟი ხო არა ხარ რას უნდა დაანებო თავი. იმიტომ რომ აი რამხელა ძალას გასცემ, ხან ძალიან მარტივია რომ ეს შეგრძნება დაკარგო რა, რომ რამხელა ძალას გასცემ შენ თუნდაც აი ამ პროექტებით იმ ჩაწერილ ვიდეოში მე თან ველაპარაკები რა, გეჭორავები. აი არა გაქვს შეგრძნება რომ მარტო ვარჯიშობ. მაგრამ იმდენად ეს ჩემთვის ძალიან რუტინული არის, მარტივია რომ მე დავკარგო ის შეგრძნება რომ იმისთვის რამხელა გავლენა არის ეს რა. და აი ესეთი რაღაცები მახსენებდნენ რომ აი ამ ხნის განმავლობაში რომ მე ძალიან მაგარი გოგო ხარ. ეს კი რო გიყურებდი ძალიან საინტერესო იყავი და დობას იწევს შენს ხო მიხოთ იმის რომ ისევ იმით დავამთავრებ რითიც დავიწყე რომ ყველა მეათე პროფესიონალი კოუჩია და ყველა მეორე მსახიობმა იმის პოდკასტის წაყვანა დაიწყე მაგრამ ჩემი ზარი მეც მათ შორის მაგრამ არ გამოდის პოდკასტი უნდა ვაღიარო არც მე არ გამომდის დიდად მაგრამ ჩემი პროდიუსერები მაიზოლებენ აქ შემომაგდებენ მაგრამ მე ჩემთვის საინტერესო არის შენაირ საინტერესო ადამიანებთან პირისპირ საუბარი და ამის შესაძლებლობა ყველაზე დიდი ინტერესია. მადლობა რომ შენი პოდკასტი რო გაქვს კიდე სხვის პოდკასტში მოხვედი, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამდენი ენერგიის გაცემა რა და ისაუბრო რაღაცა საკითხებზე, რომელიც ჩემთვის ძალიან სტუმრობა უფრო მიყვარს, ვიდრე წაყვანა სიმართლე გითხრა. ხო, მე თუ დაგჭირდები ჩემი გამოცდილებით, მოვალ და ვილაპარაკებ და გაგაბრუებ და ასე ჩემი პატივისცემას ამით გამოვხატებ შენს მიმართ.
მადლობა. გოგოებო, რა ვიცი, შესანიშნავი მარათონია, შესანიშნავი შესაძლებლობაა და მე მგონი, ვისაც გააქვთ ამისი პრობლემა, თუ გააქვთ თქვენ თვლით რომ გააქვთ, შესანიშნავად შეიძლება ამის მოგვარება და თურმე ყველაფერი მხოლოდ ფინანსებთან და ხო, დროსთან არ არის საჭირო. მადლობა, რომ გამონახედრო ესეთ საინტერესო დიალოგისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო. ხო, უნდა გითხრათ რომ გამოიწერეთ ჩემი არხი მეხუთე ელემენტი და გადავცეთ საჩუქრები ჩვენ. ვაიმე და საჩუქრებიც. კითხვა რა ალკოჰოლი არ მიყვარსო, მაგრამ ესე იგი, რა რაოდენობით ალკოჰოლსაც გამოიყენებ, ეს დიდხანს გეყოფა. ვაზისას ქაწითელი და საფერავი ორი ნაბიჯისგან და აგარაგზე საღამოობით თითოჭიქა კი ძალიან. კი, თან ბევრი სტუმრები მყავს ხომე და ჩემს სტუმრებს ხშირად მოდი ხომე და ხშირად გაგიხო. ხო. ხო, თან ჩემი კუბელი ბიჭი ყოფილი ბარმენი და მოკლედ აკეთებს ხომე ფანტასტიკურ კოქტეილებს და სულ გვაქვს ვატშებს ალკოჰოლის აღშფოთო ჩვენ არ ვიყენებთ, მაგრამ სტუმრებისთვის რომ გეპატიჟებით მომზადეთ კაი ალკოჰოლებს. ჩვენი ალკოჰოლებით მოვალთ. და მეორე დღეს ჩავერთვით მარათონში. ცოტა დასიებული თვალებით. მადლობა. პირველ რიგში მინდა რომ სწორად გაიგოთ, რასაც საუბრობდი დღეს. ჩვენ მაინც მიჩვეული ვართ ამ ტერმინოლოგიას, რომ როგორ გავხდე, დიეტები, რაღაცებს ვამბობთ ხოლმე. თუმცა ამაში პირველ რიგში იცოდეთ რომ ხო შეიძლება პირიქით ჩვენი პირადი რაღაც აზრები და შიშები და კომპლექსები იყოს. მე არ ვთვლი რომ რაღაცა კონკრეტული წონა უნდა იყოს ადამიანი, არ ვთვლი რომ ყველა მოდელებივით უნდა გამოიყურებოდეთ. მე მგონია რომ ადამიანი უნდა იყოს ჯანმრთელი, უნდა ვიყოთ მენტალურად ჯანმრთელები, ორგანიზმი უნდა გქონდეს ძლიერი და ბედნიერები უნდა ვიყოთ. ნამდვილად. და ხანდახან რაღაცების შეგვებაც უნდა ვიცოდეთ, აი რა სწორი რაღაცა თქვი. 16 წლის რა წონაც ვიყავით, 53 წლის ასაკში ვერ იქნები ის წონა. და მე მინახავს გამხდარი ადამიანები, აი იმ წონაზე რომ ჩამოსულან რაც უნდათ, მაგრამ ძალიან ცუდი მიზეზების გამო. ამიტომ ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი ჯანმრთელობა და ბედნიერები ვიყოთ. ამას შემთხვევები პირველ რიგში. და ძლიერები. აი ესე ხო, იმიტომ რომ ყველაფერი გადამდებია. მადლობა, გამოიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ ჩემი არხი, იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები. ნახვამდის. აბა კარგად. კარგად.